საღამშვიდობის ეს არის ახალ სატელევიზიო სეზონზე თავისუფალი სტუდიის პირველი გადაცემა. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. საარჩევნო კამპანიის რამდენიმე კვირა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიცია არა სამართლიან ქართულ ოცნებაზე მორგებულ და არა კონკურენტულ გარემოზე ალაპარაკდა, თუმცა ამის მიუხედავად ლელოც და გახარიას პარტიაც რჩებიან პოზიციაზე, რომ საარჩევნო გზა როგორც ბრძოლის მნიშვნელოვანი ველი ხელიდან არ უნდა გაუშვან. რამდენად რთულია საარჩევნო ბრძოლა თავმჯდომარეების გარეშე და გარე ბულინგის პირობებში. ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვიწყებთ ინტერვიუს ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ დავით უსუფაშვილთან, რომელიც ჩვენი პირველი სტუმარია. ბატონ დავით, გამარჯობა და მადლობა რომ გვესწრეთ. მოგესალმებით ლელა, პირველი გადაცემაა ეს ამ სეზონის პირველი გადაცემა თავისუფალი სტუდიისთვის, თორედ დღის ნიუსრუმი დავიწყეთ. გამახსენდა რომ მე მგონი ბოლო სტუმარიც მე ვიყავი. წინა სატელევიზიო სეზონის კი ბატონო ემას სტუმარი. ასე რომ დაემთხვა და ეთილი მადლობელი ვარ რომ ესე იგი ერთად დავხურეთ და ერთად ხსნით სეზონს. ბატონ დავით, ვინაიდან პირველად ხვდებით ახალ სატელევიზიო სეზონზე და მას შემდეგ რაც ლელომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გაწყვეტილება მიიღო, მოდით ჩვენი ინტერვიუ სწორედ ამ საკითხით გავხსნათ. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყებულია, დასახელებულია თბილისში ლელოს და გახარიას პარტიის მერობის საერთო კანდიდატი, ისე როგორც წარდგენილნი არიან ასევე დედაქალაქში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. რამდენად მიდის ყველაფერი იმ გეგმის მიხედვით, რომელიც პარტიამ განსაზღვრა თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში და რამდენად მიდის ყველაფერი ისე, რომ ქართული ოცნებისგან თბილისი გადმოიბაროთ და აქვე რამდენად არის ეს თქვენთვის ეროვნული მნიშვნელობის არჩევნები თავისი პოლიტიკური დატვირთვით. თქვენ შესავალში ბრძანეთ რომ ვიღაცები ალაპარაკებენ. გიორგი გახარიას პარტიაში გაკეთებულ ბრიფინგს გულისხმობდი ამ შემთხვევაში ზაზა თავაძის განცხადება მქონდა მხედველობაში. არა სამართლიანობასთან დაკავშირებით, გასაგებია. ფერის თქმა მინდა. ჩვენთვის არც დღევანდელი ვითარებაა საარჩევნო თვალსაზრისით მოულოდნელი. არც გუშინწინდელი იყო, როდესაც პარტიის ლიდერები ციხეებში გამოამწყვდიეს და არა მხოლოდ ლიდერები, თავმჯდომარე პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, არამედ ჩვენი აქტივისტები, რომლებსაც აგერ რამდენიმე დღის წინ 2-3 წლით თავისუფლების საახვეთა მიუსაჯეს არაფრისთვის. სწორედ ასეთ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ძალიან ღრმად გვჯერა, რომ არც ერთ ბრძოლის ველზე არ შეიძლება უარის თქმა. ჩვენ ვთვლით, რომ ამ რეჟიმთან ბრძოლაში უნდა შევიდეთ ყველგან, უცხოეთში, სასამართლოებში, ქუჩაში, საარჩევნო ყუთებთან, ჩვენს სამეზობლოში, მედიის მეშვეობით, კორუფციული ფაქტების მხილების მეშვეობით, ყველა შესაძლო ველი უნდა იქნეს გამოყენებული ამ რეჟიმთან საბრძოლველად. ამიტომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს არ არის არჩევნები როგორც ასეთი. ეს არის ის მოვლენა, რომელიც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული და რომელიც ყველა შემთხვევაში გველოდა წინ, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამისთვისაც ვიყოთ მზად, აქაც შევებრძოლოთ ხელისუფლებას, ეს გზაც გამოვიყენოთ 10,000-ობით ჩვენი თანამოქალაქის გასააქტიურებლად. აი დღეს ახლა სწორედ 6 საათზე დასრულდა კანდიდატების წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ლელომ, გახარიას პარტია თავად იტყვის თავის რიცხვებს, ჩვენ ქვეყნის მასშტაბით წარვადგინეთ 500-მდე მაჟორიტარი. ჩვენს მუნიციპალურ სიებში თავმოყრილია 1300-მდე კანდიდატი. მარტო თბილისის მერი იმის თქმა მინდა რომ დღეიდან ძალიან კონკრეტულად და ფოკუსირებულად 1000-ობით ადამიანი ლელოს აქტივისტი 3000 საარჩევნო უბანზე დანიშნულ კომისიის წევრებთან და მერე კიდე 6000 წარმომადგენელი დაინიშნება. მთელი ეს არმია ჩათვალეთ, რომ გახდა ორგანიზებული ამ რეჟიმთან ბრძოლისთვის არჩევნებშიც და არჩევნების მიღმაც. ამიტომ ჩვენთვის ეს არჩევნები არის ერთ-ერთი საშუალება, როგორც სასამართლო პროცესი რომ იმართება და იქ ვამხელთ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადვოკატების სიტყვებით ამ უსამართლოდ დასჭილი და ბრალდებული ადამიანების სიმტკიცით, როგორც ქუჩაში ვდგავართ და ვიცავთ ჩვენს პოზიციას, როგორც გამოვხატავთ, არ ვიცი, აგერ ახლა რაღაცა ჩვენს მოსაზრებებს. ასევე საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი მერობის კანდიდატი, საერთო მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, რომელმაც მოახერხა და მისი წვლილი უზარმაზარია იმაში, რომ დიახ, ჩვენ და გახარიას პარტია კოორდინაციის რეჟიმში ვართ, ჩვენ ერთი ნომრით არ ვართ ამ არჩევნებზე, მაგრამ აი რაც გითხარით საარჩევნო ოლქები,
პრაქტიკულად ყველგან, რაღაც 3-4 გამონაკლისის გარდა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი მაჟორიტარები ერთმანეთს კი არ დაუპირისპირდებიან, თავთავის ოლქში იბრძოლებენ, მერობის კანდიდატები ამას გააკეთებენ და ჩვენი ამ კოორდინაციით ჩვენს გარკვეულ წვლილს შევიტანთ ის რა ჩვენ შეგვიძლია საერთო საქმეში. თქვენი ამ თემაზე აქამდე საუბრის შესაძლებლობა, ამიტომ უნდა ჩაგეკითხოთ, პირადად თქვენ თავიდანვე ემხრობოდით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ საბოლოო პოზიციისთვის, ასე ვთქვათ, ფიქრი დაგჭირდათ და თუ ფიქრობდით და მერყეობდით რა იყო თქვათ ის მთავარი გარემოებები, რის გამოც საბოლოოდ მაინც არჩევნებისკენ გადაიხარეთ. ძალიან დიდი ხანია, ბევრი ათწლეულია. არასოდეს არ ვიღებ მე გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ვინმე რამე გადაწყვეტა ასე. დიახ, მე ვფიქრობ, ვაანალიზებ და ვიღებ გადაწყვეტილებებს. რას ნიშნავს ესე იგი? ვიღაცამ ასე თქვა და მოდი გავყვეთ ამ პროცესში? არა. პოლიტიკაში არის ბევრი დაუწერელი წესი და კანონი და არსებობს ასეთი ძალიან მარტივი წესი. ყოველ კონკრეტულ ვითარებაში უნდა შეეცადო აარჩიო საუკეთესო გადაწყვეტილება. შესაძლოა არსებობს თეორიულად კიდევ უფრო უკეთესი, მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში პრაქტიკული გადაწყვეტილება. რაც შეეხება უშუალოდ კიდევ უფრო ძალიან ღრმად ჩაღრმავებას ჩემს ამბებს, ცოტა ხანში მოვა დრო და დავწერ მემუარებს არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ სხვა არჩევნებზეც 1990 წლის არჩევნებიდან დღემდე ვიყავი ჩართული ხან ამ როლით, ხან იმ როლით, ხან ამას თვლიდი, ხან იმას თვლიდი და მოვეთ აქამდე. მანამდე ბევრი საინტერესო ამბავიც მოხდა და ამაზეც თუ ვინმე საინტერესებს ბატონ დავით, გეკითხებიან თუ არა ამ მრჩევლები, როდესაც მათთან შეხვედრებს მართავთ, რამდენად თანმიმდევრულია ლელო იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ საბატონო მანდატები დათმეთ, საარჩევნო სია ჩახსენით და ასე ვთქვათ, ქართული ოცნება საკუთარი თავის ამარად დატოვეთ. რა არის მათ კითხვებზე თქვენი პასუხები და რაც მთავარია, რამდენად ახერხებთ ამ მრჩევლების დარწმუნებას, რომ აი შექმნილ სიტუაციაში და მიუხედავად ყველაფრისა, დღეს სწორედ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა ყველაზე სწორი გამოსავალი. ერთ-ერთი გზა ჩვენ ამ მრჩეველს არც ერთ ეტაპზე არავის, არასოდეს, არც ვეუბნებით, არც ვეტყვით, რომ ამ არჩევნებით გადარჩება ქვეყანა და დანარჩენი ნუ გავიხედავთ ნურსად. ნურს საპროტესტო აქციაზე, დღეს იქნება, ხვალ იქნება, თუ ზეგ იქნება, ნურს სხვა ფორმით და საშუალებით რეჟიმთან დაპირისპირებაში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ სამურჩეველს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ბრძოლა არის აუცილებლად გასამართ იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ კონდეს კომფორტი არსად. არც არჩევნებში, არც ქუჩაში, არც საერთაშორისო ასპარეზზე, არც სასამართლოებში და არსად. ამიტომ ეს კომუნიკაცია ამ მრჩეველთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენ ამ შემთხვევაში ვიცავთ და დავიცავთ ბოლომდე იმ პოზიციასაც ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რას და როგორ საუბრობენ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები, პროდასავლელი, პროევროპელი, ვისთან ერთადაც ერთიანი სტრატეგიული მიზნები გვაქვს, ჩვენ ოპოზიციაში არ შევალთ. ჩვენ სამმრჩეველს ვეუბნებით. საითაც გული გაგიწევთ არჩევნებში მისვლასთან ერთად, აუცილებლად გადავდგათ ნაბიჯები, იმიტომ რომ აქტიურობა საჭიროა ყველგან და ყველაფერში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეჟიმის დამარცხებისთვის ჩვენ გვჭირდება იმ მომენტის დაჭერა, როდესაც დიახ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ამიტომ არანაირი, ასე ვთქვათ, პოლემიკაში, დაპირისპირებაში არავისთან არ შევდივართ, არც სიტყვიერად, არც ქმედებებით, იმიტომ რომ გვჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ის გზა, რომელიც აუცილებლად იყო გამოსაყენებელი. ჩვენ ამ როლს შევასრულებთ, ამ როლის შესასრულებლად, ამ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორებთან, გახარიას პარტიასთან შევძელით ერთად დადგომა და ასე დავდგებით, მიუხედავად უამრავი განსხვავებისა სხვადასხვა საკითხებზე, მე ვისურვებ, რომ ნებისმიერი სხვა გზის მიმდევარი პოლიტიკური ძალები თუ არაპოლიტიკური ძალები ასევე მათ შეძლონ, მოახერხონ ერთად დადგომა, იმიტომ რომ იმ გზას ერთად კოორდინირება ჭირდება, როგორც არჩევნებში ჩვენ გვჭირდებოდა კოორდინირება კანდიდატების განაწილებაში და ძალების გაერთიანებაში და ჩვენი ძალების მაქსიმალიზაციაში, ნებისმიერ სხვა მიმართულებას ჭირდება ასევე ძალების მაქსიმალიზაცია და არა დაგსაქსვა, მე იქიდან მოვალ, შენ იქიდან მოხვალ და მე რამე მოხდება. ამიტომ მე ვისურვებ, რომ ყველა ვინც თვლის, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლაში აუცილებელია უკომპრომისობა, სისტემურობა, ორგანიზებულობა, ერთიანი გეგმით ვიაროთ.
ბოლოში ჩვენ აუცილებლად შევერთდებით. ასაგებია, ბატონ დავით, ერთი კითხვა თბილისის მერობის კანდიდატზეც და შემდეგ უკვე სხვა თემებზეც გადავიდეთ. ირაკლი კუპრაძეზე გაკეთდა არჩევანი ლელოსა და გახარიას პარტიას შორის, სხვა არაერთ კანდიდატს შორის. გითხარით, რა არის ირაკლი კუპრაძის უპირატესობა, რატომ უნდა მისცენ მას სამორჩეულება ხმა, იმიტომ რომ აგერ კახაკალაძე ამბობს და ფიქრობს, რომ თბილისი გაცილებით უფრო ლამაზი, განვითარებული და უკეთესი გახდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ანუ მისი მერობის პერიოდში. კალაძეს სხვა რა აქვს სათქმელი თუ არა რომ თქვას ეს, მაგრამ საინტერესოა და მნიშვნელოვანია თბილისელები რას ფიქრობენ იმაზე, რა ხდება თბილისში. კი, ელიტა რომ უკეთ ცხოვრობს, ჩვენ ეს კარგად ვიცით. ელიტა სახელმწიფო, ზედა ეშელონების ბიუროკრატია და ბიზნესრები, ვისაც პირდაპირ კავშირი აქვს სახელმწიფო სისტემასთან. დიახ, ისინი უკეთ ცხოვრობენ, მაგრამ საშუალო და საქართველოს თბილისის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უკეთ ცხოვრობს თუ უარესად ცხოვრობს, ამაზე მეტყველებს წინა არჩევნების შედეგები. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის მასშტაბით CSKOS და სახელმწიფო პარტიის და სუსის და ყველას ერთობლივი სამუშაობით გაყალბებული არჩევნებითაც კი თბილისელთა მხოლოდ 42%-მა მისცა ხმა ოცნებას და დანარჩენმა მხარი დაუჭირა სხვადასხვა ოპოზიციას. ანუ თბილისელებს თუ ვეკითხებით, მოწონთ თუ არა ოცნების საქმიანობა, კალაძის საქმიანობა, თბილისელთა აზრი ოცნებამაც კი მეტად ვერ გააყალბა. 42 დაიწერა, მეტი ვერ დაიწერა, მეტი ვერ შეძლო. სინამდვილეში ხომ გითხეთ რომ კალაძე ასე ამბობსო. ამიტომ ის რას ამბობს, ამას უყურებთ. ხალხი რას ამბობს, მოწონს თუ არ მოწონს და მე ამ რიცხვებს რომ იმიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის სოციოლოგიური კვლევა, ეს არ არის ჩემი გათვლები, ეს არის მათივე CSKOS მიერ წამატებული და სერიოზულად წამატებული რიცხვების შედეგად დადებული სურათი, მოწონთ თუ არ მოწონთ თბილისელებს, ხელისუფლება, მათ შორის კალაძე და სხვები, ვინც თბილისელებთან ყველაზე უფრო ახლოს არიან. რაც შეეხება კუპრაძეს, კუპრაძე არის სწორედ რომ კარგი გაგებით ანტიპოდი. აი კალაძე თუ არის ის ვინც არის და ვინც იქცა ერთ-ერთ სახედ სამწუხაროდ, იმიტომ რომ მას გამოარჩევდა საწყის ეტაპზე ეს შრომის ეთიკა, ეს პროფესიონალიზმი ფეხბურთში, მან შეძლო და მე ბევრი რამ ისწავლა, უბრალოდ ხედავდი როგორ შრომობდა პოლიტიკაში, ენერგეტიკაში და რაღაცეებში. მაგრამ შემდგომ უკვე ძალაუფლების შესანარჩუნებლად და როგორც ჩანს არა მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, კიდე სხვა რაღაცების შესანარჩუნებლად და გასამრავლებლად, მან ყველაფერზე უარი თქვა. ყველაფერზე უარი თქვა, ის გამოირჩეოდა და ერთად მას შეეძლო სერიოზული როლის თამაში. ახლა ჩვენ აქ რომ საუბრობთ, ფეხბურთი მიდის და საქართველოს მოსახლეობა, წითლებით, ყვითლებით, ლურჯებით, ყველაფერის ადამიანები შევცქერით ამ ხალხს, როგორც ჩვენ ეროვნულ გმირებს, რომლებიც გვაერთიანებენ. რომელთა წარმატებაც ყველას ერთად გვიხარია და მე გვინდა რომ ეს ადამიანები გააგრძელონ ეს გზა, გაგვაერთიანონ და არ ჩაებას იმ საშინელ კამპანიაში, ოცნების კამპანიაში. როდესაც ესე იგი ასე თითის გაშვერით, ვიღაცა მოღალატეა, ვიღაცა ჩასარეცხია, ვიღაცა შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს. ახლა არც კი მინდა გავიმეორო ამ 2-3 დღის წინ რა იკადრა ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით, მეც არ ჩამოვიდოდი აქ რომ ესენი ელოდებოდნენ. სირცხვილია, აქამდე დაცემული ადამიანი ეს არის კალაძე და კუპრაძე არის ახალგაზრდა, კუპრაძე არის სტუდენტურ აქტივობაში გამობრძმედილი, უსამართლობასთან ბრძოლაში გამობრძმედილი, კუპრაძე არის სოციალურ პრობლემებზე სრულიად ახალგაზრდა ასაკიდან კონცენტრირებული იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს და ამითია ის ცნობილი. კუპრაძემ გაიარა სერიოზული სკოლა პოლიტიკური რამდენიმე არჩევნებში. წინა პარლამენტში, სადაც მე პარლამენტის წევრი ვიყავი, გეტყვით, მეტი რა შეიძლება ვთქვა. მე ძალიან მინდოდა რომ დამეტოვებინა პარლამენტი მალე, იმიტომ რომ კუპრაძე იყო სიაში შემდეგი. მაგრამ სამწუხაროდ მაშინ ისე მოხდა რომ სია ჩაიხსნა, კუპრაძე იქ ვერ შემოვიდა. ირაკლი კუპრაძე არის პატიოსანი, პროფესიონალი, შრომელი და აი ამ ურთულეს ვითარებაში. როცა პარტიის ორი დამფუძნებელი და მთავარი ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, მან შეძლო არა მხოლოდ ლელოს გაერთიანება და ლელოს გაძღოლა დაუღალავი შრომით და იმ ნიშანთვისებებით რაც უნდა კონდეს ლიდერს. არამედ
გახარიას გუნდთან და კონკრეტულად გახარიასთან და სხვებთან შეძლო იმის გაკეთება, რაც მანამდე ჩვენ 2-3 წელი ვერ შევძლებთ. ამიტომ კუპრაძე არის საუკეთესო კანდიდატი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის იქნება თბილისელების მსახური და არა იმათ მსახური, ვისაც ყველაზე მსახური. დაველოდოთ როგორ დასრულდება არჩევნები და შედეგს დაგებს ირაკლი კუპრაძე, იქამდე ჩვენ კახა კალაძეზეც ვისაუბრეთ და მას ახლა ხმაურის ფონზე უწევს შეიძლება ითქვას საარჩევნო კამპანიის წარმოება, ყოველ შემთხვევაში გუშინ საარჩევნო შტაბის გახსნა მართლაც აქციის თანხლებით მოუწია, საპროტესტო ჰიმნად ქცეული ოლე ოლას კი უმღერეს თბილისის მერობის კანდიდატს ისე რომ მან ერთი დიდი ბრძოლა მოიგო მიწვეულ სტუმრებს. მან ერთი დიდი ბრძოლა მოიგო შიგნით და ალბათ ამითიც არის ახლა ემოციური ფონი ექნება ასეთი, იმიტომ რომ მისი კანდიდატობა სულაც არ იყო ასე ვთქვათ, გადაწყვეტილი და ასე შემდეგ. ამიტომ შიდა ბრძოლებში, შიდა ოცნებურ ბრძოლებში ახლა ასე ვთქვათ, გამარჯვებულის რანგში შემოდის, მაგრამ თავარია მოსახლეობაში მიიღოს მან ის მხარდაჭერა, რასაც ვეღარ მიიღებს. მას ჰქონდა, მაგრამ ეს აღარა აქვს. პროტესტი ვახსენე, რომელიც გუშინ გაიმართა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნისას და ისევ გუშინ მე ზუსტად ამ დროს მომიწია იმ უბანში სიარული. გავოგნდი, იმიტომ თავიდან არ მიცევი ყურადღება სად რას ხსნიდნენ. უბრალოდ დაახლოებით 6-7 საათი იყო. ეხლა მე რო ყვები ამას რა ხალხი იქ არ ცხოვრობს. ესე იგი, ეს უბანი მელიქიშვილის ზედა უბანი. ყოველ გზაჯვარედინზე ჯანაშია ხორავა იქ არის პეტრიაშვილის ყოველ გზაჯვარედინზე ორი პატრულის მანქანა, ერთი შავი ავტობუსი, საიდანაც სპეცნაზის ხალხი თუ არ ვიცი დანიშნულ. კონკრეტულად 7-8 ადამიანი ერთად პოლიციელები დადიოდნენ. არის მთელი ეს უბანი და ასე აპირებენ ესენი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ასე აპირებენ ესენი ქვეყნის მართვას. ესე იგი, აი ეს პროტესტი რა გავლენას ახდენს ქართულ ოცნებაზე? ეს არის დისკომფორტი თუ ეს არის დისკომფორტზე მეტი? ეს არის შიში. ეს არის აი აკანკადებთ. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით მელიქიშვილზე თუ რამე ღონისძიება იყო და იქ ვინმეს მისვლას ელოდნენ. აი სულ ზემო ვერიდან გოგებაშვილიდან და იქით გადასახოებიდან და აქეთ იმ გზაჯვარედინებზე აი მოსახლეობა იქ იყო, ავიცი ოპოზიციონერიც და ოცნების მხარდაჭერიც, ახლა მე ხო ვერ მოვიგონებ ასეთ რამეს. იქ რას იცავენ, ვის იცავენ და ასე აპირებს კალაძე გამარჯვებას არჩევნებში? ამ გზით და ამ საშუალებით? არ გამოუვათ ეს ამბავი, არ გამოვა. ბევრმა არ ვიცი კიდე გონია რომ რაღაცები არიციან, არ ახსოვთ, მაგრამ რაღაცას ჩახედონ მაინც. და ხელისუფლებების ჩარხი უკან როდის ტრიალებდა. აი ასეთ რაღაცებს უაკადრებდნენ მოსახლეობას. ხო, ამ კონტექსტში დაგისვათ კიდევ ერთ კითხვას თუ შეიძლება მართლა ძალიან მძიმე შეფასებას ვისმენთ იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული და რომელმაც აი გუშინ აქცია მოაწყვეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სახელდაკარგული ნაცი ორკები, ვამპირები, ზომბები, მოკლედ რა აღარ უწოდეს და რას აღარ შეადარეს ეს ახალგაზრდები. ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ მზად არიან ამ ადამიანებს ყველანაირი დახმარება გაუწიონ კურნალობის ჩათვლით თუ ამ ყველაფერს დაექვემდებარებიან. აი სად გადის ზღვარი და არსებობს თუ არა ზღვარი, რომლის იქითაც ხელისუფლება აღარ უნდა გავიდეს, როცა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საშინლად არ მოწონდეს საზოგადოების რომელიმე ჯგუფის აქტივობა. ბატონო, მე ახლა ენა უნდა დავისისხლიანო, უნდა მოვიკვნიტო, რომ არ თქვა ის, რასაც იმსახურებს ბატონი კობახიძის ნათქვამი სხვების მკურნალობაზე. და გავჩერდები. რაც შეეხება მათ ზოგადად ლექსიკას და დამოკიდებულებას და ასე შემდეგ, კი, მათ ყველა რეკორდი მოხსნეს, იმიტომ რომ ხანდახან მგონია რომ საქართველოში დღემდე არსებული ყველა ხელისუფლების რაღაცა PR არქივში იქეკებოდნენ და თუ კი ვინმეს რამე არასწორი და ცუდი ჩაუდენია, ყველაფერი ამოკრიბეს და ახლა ამას დიდი გულმოდგინებით აკეთებენ. ამით სხვა შორის ორჯერ უფრო ცუდ საქმეს აკეთებენ, თვითონ ხო ცუდ საკეთებენ, მაგრამ იმ ცუდის ჩამდენს გუშინ და გუშინ წინ ახლა მორალურ უფლებას აძლევენ, რომ წამოიმართონ და ესე იგი თქვა, ხო ჩვენ რა ესენი ახლა უფრო მეტ შვებიან, უფრო ახლა შვებიან, ახლა უფრო მეტი ვხედავთ ამას, რასაც ესენი შვებიან და თავისთავად ის ცუდი საქმე, ხელისუფლებისთვის უკადრებელი საქმე, ხელისუფალის პირიდან არამოსაშვები სიტყვები, ხელისუფლების მიერ არ შეიძლება რომ ინერგებოდეს საზოგადოებაში ასეთი სეგრეგაცია, ასე უფსკრულების გაჩენა, მტრებად დაყოფა, უუფლებად, ყველასთვის სამშობლოს მოღალატეების ძახილი, ვინც ესე იგი ვამბობთ,
რომ ხალხო ამ ხელისუფლებას საქართველოს მიყავს უკუღმა, მიყავს უკან, მიყავს საბჭოთა სისტემისგან, რომელსაც დღეს რუსეთი განასახიერებს და ამ რუსეთთან ერთად ებრძვიან თავისუფალ სამყაროს. ამას რომ ვამბობ, აქეთ მიტრიალებენ და აგენტია და სამშობლოს მოღალატეო. რატო? იმიტომ რომ ის რისთვისაც ვიღწოდით საუკუნეები, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, კეთილდღეობა, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის განვითარება, ქრისტიანულ დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან ზიარება. ამას ესე იგი მოატრიალეს ჩარხი, მიყავთ სადღაც და ამაზე ხვას რომ ამოვიღებ, თურმე მე ვარ სამშობლოს მოღალატე და უცხო ქვეყნის აგენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აი ეს ყველაფერი ჩაიდინეს, ამ ყველაფერს ჩადიან, ამას აკეთებენ. პრობლემაა ერთი. ყველაფერი შეუნდათ იცის. პრობლემაა ერთი. ისინი ახერხებენ ამ ადმინისტრაციული ბერკეტებით და სხვადასხვა პროპაგანდისტული ხერხებით ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის რაღაც გაურკვევლობაში ყოფნას. ეს არის თემა. ამიტომ ჩვენ მე ასე მგონია და ამას ვცდილობ და შევეცდები ხვალდაზე. იცით ახლა ვინც ერთმანეთს უსმენთ ან ველაპარაკებით ახლა ვინც მისმენს და ხო კარგია და თუ გეთახმები ხო ასე. იცით რა იქნება ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია რომ ეს ასეა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ კიდევ ერთხელ ავხსნათ ეს გავაგრძელოთ მაგრამ გაცილებით მეტი დრო დავუთმოთ იმ ადამიანებთან საუბარს ადამიანურ საუბარს არა პოლიტიკურ საუბარს ვის იმედზეცაა ახლა კალაძეა თუ ოცნებაა თუ სხვა ისინი თვლიან რომ ხო ახლა ვიღაცები არიან გაბრაზებული მე ყევია ხო ამ ერთი წლის განმავლობაში წინაარჩევნებიდან დღემდე ჩვენ უამრავი რამ ჩავიდინეთ ევროკავშირზეც უარი ვთქვით ყველგან საქმე გავაფუჭეთ ტრამპის იმედი მქონდა ვაბოლებდით ხალხს და ხო ახლა უკვე აგერ ღია წერილებს წერთ ღია წერილით გაკეთებული დიპლომატია და მოგვარებული საქმე გინახავთ ღია წერილი ერთადერთ შემთხვევაშია ეს არის პიარული დატვირთვის და ვინ გაიხარა ამ წერილით პუტინმა ესე იგი სად დაიწერა ეს წერილი მოსკოვში იმიტომ რომ ამითი არც ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი ჩვენში დამოხმარებაზე თუ ორივე ესე იგი საკუთარ ამორჩეველთან სიყოჩაღის დასამტკიცებლად მაგრამ ამ შემთხვევაში კრემლთან ერთგულების დასამტკიცებლად რომ აგერ ვართ ჩვენ არ იფიქროთ რომ რამე სხვას ვიფიქრებთ ესე იგი ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ამ ყველაფრის ადამიანურად ახსნაა საჭირო. ამ შემთხვევაში მე რომელსაც პოლიტიკოსის ის მაკერია მიუხედავად იმისა რომ დავი ცხოვრებაში ხო ძალად პოლიტიკოსთან რიცხვს მივეკუთვნებ იმიტომ რომ სხვა საქმიანობა მეგონა მექნებოდა ჩემს იმათ და მექნება კიდეც მალე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებს ვისაც აი უკვე გარკვეულწილად დაჩლუნგებული გვაქვს უნარი მოვისმინოთ მოწინააღმდეგის ეს ორივე მხარეს ეხება. გამოვიდა ვიღაცა რა ვიცი ხელისუფლების წარმომადგენელი რაღაცას ლაპარაკობს. უკვე აღარ უსმენ, იმიტომ რომ ვიცი რასაც ლაპარაკობს, არ მჯერა, არ ვეთანხმები, ვიცი რომ ეს რუსია და ასე შემდეგ. ასევე მოსახლეობის მეორე ნაწილს მათ ჩაუნერგეს ეს ამბავი რომ ეხლა ეს რომ გამოდის უსფრაშვილი ეს არის აგენტია ასეთი ეს არის ხან ვის გვაწებებენ ხან შვილი ხან გარე ამ ადამიანებთან არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა არამედ უნდა ვიმუშაოთ ყველა ადამიანებთან მოქალაქეებთან ვისშიც ეჭვი არ ეპარება ჩემს მეზობელს რომ რამე ან ხმისთვის იბრძვის ან რა ვიცი რაღაცა პოლიტიკური ან ყვითელი ფერის გამოა და ასე შემდეგ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბატონო დავით დრო მინდა რომ გავაწყო სწორად კიდევ ერთი საკითხია რაზეც მინდა რომ თქვენი პოზიციები შევთავაზოთ საზოგადოებას კიდევ ერთი საკითხი რაზეც ახლა უნდა დაგისვათ კითხვა თქვენი პარტნიორი ასე ვთქვათ პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას პოზიცია იმასთან დაკავშირებით რომ საბანკო მანდატების ასე ვთქვათ არ გამოყენება იყო შეცდომა და როგორც აღმოჩნდა ასე ვთქვათ გახარიას ამ პოზიციას მისი პარტიის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ რომლებიც ერთგვარად გულდაწყვეტით საუბრობენ იმაზე
როგორ ასე ვთქვათ მძიმე მდგომარეობაში მოაქცევდით 61 განათლებული და დიდი გამოცდილების მქონე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტში ქართულ ოცნებას და იმაზეც საუბრობენ რომ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატის გამოყენების შემთხვევაში ექნებოდა უფრო მეტი შესაძლებლობა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის. მოკლედ მარტივად გითხავთ, ცდება თუ სწორად ფიქრობს თქვენი პარტნიორი პარტია რომელთანაც პარტნიორობის რეჟიმში იმყოფებით თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, რასაც ჩვენებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვლილი 11 თვე და ხო აი ქართულ ოცნებას ასუსტებს ყველა ის გზა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა ერთად გამოიარეს ამ პერიოდის განმავლობაში თუ ასე ვთქვათ ყველაზე მძლავრი დარტყმის ქვეშ ქართული ოცნება დგება მაინც მაშინ, როდესაც ოპოზიცია მუშაობს საპარლამენტო ტრიბუნასთან. ჩვენ ამ და ასეთ გახარიასთან შევთანხმდით ადგილობრივ არჩევნებში კოორდინირებულ მოქმედებაზე. ჩვენთვის მის ამ განცხადებაში და არც თქვენთვის და თუ ვინმესთვის სიახლე იყო რამე ძალიან მინდა მოვისმინო, არაფერი ერთი მისხალი ახალი არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ გასული წლის ბოლოდან გახარიამ და მისმა პარტიამ ეს გზა აირჩიეს. იყო იქ 12 წარმომადგენელი პარლამენტში დე იურე არ შესულან, მაგრამ ითვლებოდა. ახლა ის 12 ოცნებამ გაყარა და სხვა 12 შევიდა. და რა გასაკვირია, რომ მის პარტიაში კი თვლიან, რომ ეს პოზიცია სწორია. ჩვენ ლელომ, ჩვენი პოზიცია და ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი სიტყვით კი არა, მოქმედებით გავაკეთეთ და იმ დროს, როდესაც დანარჩენი ოპოზიციასთან შეთანხმებით გადაიდგა ნაბიჯი პარლამენტის დატოვების, გადავდგით ეს ნაბიჯი და დავტოვეთ პარლამენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ თვლიდით და ვთვლით, რომ იმ 61 მანდატის გარეშე დატოვებული პარლამენტი 99-იანი და შემდეგ იქნებოდა მეტი დარტყმა, მათ ჩათვალეს, რომ სხვანაირი იქნებოდა და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ რა ამის გამო ჩავყვეთ ამ თემას და მორჩა, ესე იგი წინ ვეღარ გადავდგათ ნაბიჯი? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ რაზეც შევთანხმდით, ეს არის ადგილობრივ არჩევნებში გაერთიანებული ძალებით ბრძოლა. ჩდება კითხვა, ხომ არ ვაჭრობს ქართულ ოცნებასთან გიორგი გახარიას პარტია და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გიორგი გახარიას ვიხილავთ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ადრე თუ გვია. გიორგი გახარიას გონი ციხეში უფრო მარტივად ვიხილავთ, ვიდრე პარლამენტში, რაღაც ასე არ იყო საქმე? და მის წინააღმდეგ არის აღძრული საქმეები? ამ ტიპის კითხვები, ასე და ისეთი ვაჭრობის და ასე შემდეგ, მე გახარიაზე არანაკლებ ლელოზე მომისმენია, მაგრამ აგერ ესე იგი ხაზარაძე და ჯაფარიძე სხედან ციხეში და ვიღაცებს მაინც უტრიალდებათ ენა იმისთვის, რომ არჩევნებში იმიტომ ხარ მონაწილეობთ, რომ ვინმესთან რამე დაალაგოთ და ასე შემდეგ. ასე მარტივად არ არის საქმე. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში ვართ კოორდინაციის რეჟიმში, ძალიან ნაყოფიერად და ურთიერთსასარგებლოდ თანამშრომლობთ და დარწმუნებული ვარ, ასევე გავივლით ამ გზას. ამასაც ჩვენ არჩევნებში ვართ სხვადასხვა ნომერი, 9 ნომერი, 25 ნომერი. ამ კონკრეტულ საკითხშიც, იმ ამორჩევლისთვის, ვისთვისაც საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებული თემა არის ნომერი პირველი, ან სხვა თემებზე უფრო მნიშვნელოვანი, აგერა აქ არჩევანი. ბიულეტენში ნახავს 9 ნომერსაც, ლელოს ნომერს და გახარიას ნომერსაც. ამიტომ ამ თემაზე მე მგონი ყველაზე ნათელი თემა ესაა, იმიტომ რომ ახალი არაფერია და მივდივართ წინ ჩვენი შეჯერებული გეგმით ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. დანარჩენ ამბებს მომავალი გვიჩვენებს. კეთილი, ერთი კითხვა დავსვათ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზეც, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ მოვისმინეთ საკანონმდებლო ორგანოში 460 გვერდიანი მთლიანად დოკუმენტი, რომელშიც დიდი ნაწილი ეთმობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შეფასებას, მათ შორის შეფასებულია უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები. ამ თვალსაზრისით ამ საკითხზე კომისიის ძირითადი შეფასება არის შემდეგი: 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარის სამხედრო საქმის შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომელმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით ცხინვალზე შეტევა განახორციელეს. ისტორიის გადაწერის მცდელობას უწოდებენ სხვა პარტიების წარმომადგენლები იმ ყველაფერს, რასაც აგვისტოს ომთან მიმართებაში ქართული ოცნების მხრიდან ვხედავთ. თქვენთვის რას ამბობს ეს დოკუმენტი და დოკუმენტის კონკრეტულად ეს ნაწილი? ეს მთელი ეს ამბავი, კომისია და მასთან დაკავშირებული ამბები დასკვნამდე არ დაგვაუწყდეს. ამ კომისიის გამო და კომისიის მიერ არიან ციხეში ჩასმული ოპოზიციის ლიდერები, რომ შეიკრიბნენ, როდის შეიკრიბნენ? 2012 წელს ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.
2012 წლის დეკემბერში საგამოძიებო კომისიის შექმნა იდგა პარლამენტში დღის წესრიგში. ეს კომისია არ შეგვაქმნევინეს მაშინდელმა ძალოვნებმა და თქვენს რომ რა გვინდა კომისია ვაგერვართ ჩვენ და გამოვიძიებთ ყველას და ყველაფერს დავშილთ და ასე შემდეგ. 2012-დან 2025 წლამდე არაფერი არ გაუკეთებიათ თურმე და ახლა პროპაგანდისტულად რომ დაჭირდათ შექმნეს კომისია, ამ კომისიაში მიუსვლელობის გამო ციხეში გაუშვეს ის ხალხი, ვისაც საერთოდ არაფერი შუაში არ არის იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, დადეს ეს დასკვნა, რომელიც კი თუ რამე ასე ვთქვათ აღძრავს ტერმინებს ისეთ როგორიც ღალატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ეს კომისია მთელი თავისი ფუნქციონირებით, დანიშნულებით, რეალური ამოცანებით, შედეგებით და ასე შემდეგ მართლა გახდება ძალიან სერიოზული გამოძიების საგანი, იმიტომ რომ პირველ რიგში კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა. 14 წელი რას ელოდებოდნენ? თუ რამე იყო გასარკვევი? და ამ ხნის განმავლობაში თურმე ეს ქვეყანა იყო დაუცველი, ამ ხნის განმავლობაში თურმე ვიღაცეები ამ ქვეყანას ანგრევდნენ და ხელისუფლება, რომელსაც ერთპიროვნულად უპყრია ხელში ძალაუფლება, უკვე 13 წელია, 13 წლის თავზე ორ თვეში უცებ ქმნის 500 გვერდიან დოკუმენტს, რომელთაც დაწერეს ისტორია სკოლებში უნდა ასწავლონ, გადაარჩინონ ეს ქვეყანა. აი ამაზე ვლაპარაკობ. ჩემი ეს ნათქვამი შესაძლოა მათ მხარდაჭერს მოეჩვენოს რაღაცად. მაგრამ მეგობრებო, თქვენ მეზობელს, ვისაც სხვანაირად ეჩვენება, დახარჯებთ რაღაცა ნახევარი საათი და აი ამ ეს კითხვები დაუსვათ, რომ გავარკვიოთ ჩვენი მოქალაქეები, ვის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ ამ ტიპის დოკუმენტებით და ამ ტიპის დასკვნებით. ახლა ძალიან ბევრი, მათ შორის პანცოვი პაპუაშვილი, ახლა რომ ყერმოღერებული გველაპარაკება აქეთ და სამშობლოს მოღალატეების იარლებს არიგებს და ამ შემდეგ. გახსოვთ სადმე ოდესმე, აი ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული საშინელი რეჟიმის დროს რაიმეს მთქმელი და გამკეთებელი. ან იმ ომთან დაკავშირებით, ან იმ რეპრესიებთან დაკავშირებით, ან პატიმრებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით, ან არჩევნების მოპარვასთან რაიმესთან დაკავშირებით. რამე ხმა ამოუღიათ იმ დროს და იმ პერიოდში სად იყვნენ ესენი? კი, ავტორიტარული რეჟიმები ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას. კი, მეც ის ადამიანი ვარ, ვინც ვამბობ 2008 წლის ამბებში ავტორიტარული ერთპიროვნული მართველი რეჟიმი სააკაშვილის მეშვეობით ვერ გაუმკლავდა ამ ამოცანას. შეცდომების დაუშვა. მაგრამ დღეს მოტრიალდე და ილაპარაკო იმაზე, რომ თურმე გარე ძალების დახმარებით და ვინ არიან ეს გარე ძალები? მთელი ევროპა ერთი ქვეყნის გამოკლებით, მთელი ამერიკის შეერთებული შტატები, არის იაპონია, ყველა მათ შორის გერმანია, სადაც ეს ხალხი ძალიან მშვიდად შრომობდნენ იმ მომენტში, თურმე ესენი მოიკრიბნენ ერთად და საქართველოში გააჩაღებინეს ომი სააკაშვილს და მის პროფესიონალ თუ ნაკლებად პროფესიონალ თუ არაპროფესიონალ ხალხს, ბევრი მათგანი ციხეში იყო და არ ვიცი, შესაძლოა სხვასაც რაღაც ეკუთვნოდა. მაგრამ ახლა მელაპარაკებიან ამას ესენი ამაზე და რას გვეუბნებიან? მთელი დასავლეთი, მთელი თავისუფალი სამყარო ყოფილა თურმე. ახლა დღეს ვისაც ემტრობიან, ვისგანაც საქართველოს დაცვა უნდათ, ვისგანაც ევროკავშირის გზა გადაკეტეს, დროებით, მაგრამ გადაკეტეს. ვისთანაც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწეული შედეგები გაანიავეს. ვისგანაც საქართველოს წირავენ იმისთვის, რომ თუ კი ვინმე ოდნავ სადმე გაქცევა შეუძლია, აქედან წავიდეს ახალგაზრდას და ნაკლებად ახალგაზრდაც. აი ამეების გამკეთებლები ახლა ლაპარაკობენ, რომ თურმე აი ასე ყოფილა მთელი მსოფლიო, ამიტომ ეს ყველაფერი, ეს წარმოუდგენელი გალაშქრება ერის ინტერესების წინააღმდეგ, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ და კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ყველაფერი რაც წარსულში ჩვენ თავის დროზე დროულად და სწორად და კარგად არ შევაფასეთ, ხმა არ ამოვიღეთ, არ დავარქვით სახელი, მერე დაგვიჯდა ძვირად. ეს ამბავი ასე არ ჩაივლის, იმიტომ რომ მართლა ეს არის ორგანიზებული, ეს არის პოლიტიკურად დაგეგმილი გეგმა და სქემა იმისთვის, რომ არა მხოლოდ ხვალინდელი ამბების რაღაცნაირად თავიანთ ჭკუაზე წაყვანა მოინდომონ, არამედ გაიმზადონ მართლაც გადაწერილი ისტორია, ისე როგორც ბოლშევიკები რომ მოვიდნენ, იმათ რაღაცა ცარიანი ნიადაგზე კი არ დაუწყეთ რაღაცეები. ხო, დაიწყეს გადაწერა რაღაცეების და მოყარახჭინება იმისა, რომ ყველა იყო მტერი გარდა თავად ბოლშევიკებისა. თუ კი ვინმე დავით, ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მათ შორის კითხვის ნიშანი გაუჩნდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასაც. ამ საკითხზე რა გაგვცა თქმელი, ესეც
მინდა რომ გკითხოთ და იქნება ახსნათ მაყურებლებისთვის რა ტიპის მონაპოვარია საქართველოს უვიზო რეჟიმი, რას ნიშნავს საქართველოს კონდეს ევროპასთან, ევროპულ სახელმწიფოებთან უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა და მართლაც რამდენად უნდა შევხედოთ ამ მონაპოვარს, როგორც არ ვიცი, მხოლოდ ეიფელის კოშკთან თუ რომის კოლიზეუმთან სურათების გადაღების შესაძლებლობა. მე რა მოხდა, იქ არ წავალ, იქ წავალ, ჩვენ ლამაზი საქართველოს გვაქვს, აქ დავისვენებ და იქ იმას არ ვიზავ. აი ეს არის წანთან დასაწყისში ვთქვი, რომ არის რაღაცები, რომელიც არ შეიძლება იკადრო, არათუ ხელისუფალმა, აი პედაგოგმაც კი, ანუ ადამიანმა, ვისაც რაღაცები გისმენენ და რაღაცა ტიპის გავლენა გაქვს მათზე. როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია სინამდვილეში რა არის? ეს არის ადამიანის თავისუფალი გადაადგილება. ეს არის თავისუფლების, აი ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. აი ხარ ვიცი, ვინც გვისმენს, ბევრს ახსოვთ. ევროპაში კი არა, თბილისში ვერ ჩამოხვიდოდი თამამად, ჩაწერილი თუ არ იყავი საბჭოთა პერიოდში. აჭარაში უმეტეს ტერიტორიას აჭარის ვერ ნახავდი, იმიტომ რომ იქ რაღაც გავლებული იყო და იქ არ შეიძლებოდა შესვლა და ასე შემდეგ. ანუ თავისუფალი ადამიანები გადავაადგილდებით თავისუფლად. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი თავისუფლების. სხვა შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა რას გულისხმობს? 9 კულტურში ჩასმას, ხო? თავისუფლების აღკვეთა, ანუ გადაადგილების თავისუფლების აღკვეთას. ესე იგი, მივახციეთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტით მარტო საქართველოს ტერიტორიაზე კი არა, ნახევარ მსოფლიოში შეგვეძლო თავისუფლად გადაადგილება. და ამის ასე ვთქვათ, დევალვაციას ცდილობენ. რომ თითქოს მე რა მოხდა, ხო, ვიზას ავიღებ და წავალ და წამოვალ და ასე შემდეგ. ჩვენ, მე პირადად ყველა ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, ლელო, მაქსიმუმს ვცდილობთ იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება არ მოხდეს ევროკავშირის მხრიდან. ამასობაში ვხედავთ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ ეს ხიფათი ძალიან სერიოზულია. ისეთივე სერიოზულია, როგორიც იქნებოდა ხიფათი იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოში თავისუფლად შემოსვლა შეეძლებოდა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის ხელისუფლება წლების განმავლობაში ჩვენ ქართველებს გვაბრალებს, რომ იმ ქვეყანაში ომებს ვაჩაღებთ, იმ ქვეყნის კულტურას ვებძვით, ტრადიციებს ვებძვით, ანუ ჩვენ ვართ თაღლითები, ჩვენი აგენტურას ვაგზავნით და ვასუსტებთ იმ ქვეყანას ჩვენი აგენტურის მეშვეობით და ჩვენი ფინანსების მეშვეობით, ოღონდ ხო ამ ქვეყნის მოქალაქეები თავისუფლად ჩამოვიდნენ. რა ჭკუაზე ვიქნებოდით ჩვენ? ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ თვითონ ჩვენს ხელისუფლებას არ ვეტყოდით, რომ ხალხო, რა შეხედეთ, ყოველდღე რა ნიაღვარი მოდის იმ ქვეყნიდან ჩვენზე. ჩვენ რას გვაბრალებენ, ჩვენ რა უბედურებებში გვდებენ ბრალს, ვისთან მეგობრობენ. და ხლა ამ ხალხმა ჩვენთან თავისუფლად შემოდი, გაიარე, შემოიარე, წადი. ეს საფრთხე არსებობს არა იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს უნდათ სამნე ბრიუსელში. ის ევროპელი მოქალაქეები არიან. მიგრაციის საკითხებზე ევროპაში რა ხდება, ხო ვიცით? მიგრაციის თემებმა, ანუ სხვა ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების თემა და პრობლემა არის სერიოზული, უსერიოზულესი. ბევრი მთავრობა შეიწირა, ევროკავშირის ბევრი ხიფათი შეუქმნა. ახლა ამ ვითარებაში ევროკავშირმა გადადგა ნაბიჯი და მოგცა ეს პრივილეგია. და ახლა იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ეს შევინარჩუნოთ და მოვიქცეთ ისე როგორც უნდა მოვიქცეთ, ეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ხიფათი რეალობად იქცეს. მე იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება. მადლობა ბატონ დავით, იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით, დავით უსუფაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ახლა კი სტუდიას გიგი წერეთელს დაუთმობთ, რომელიც თავის მხრივ ევროპული საქართველოს თავმჯდომარეა, მასთანაც ბუნებრივია გადავხედავთ ამ კვირის პოლიტიკურ პერიპეტიებს, მათ შორის საინტერესოა რას ფიქრობს და იტყვის ის როგორც წინა ხელისუფლების პარლამენტის ვიცე-სპიკერი იმ დასკვნაზე, რომელიც ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაზე დადო ქართული ოცნების მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ. ვიზა ლიბერალიზაცია დონალდ ტრამპისთვის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაგზავნილი წერილი ესეც გადაცემის ამ ნაწილში სასაუბრო თემებია, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონ გიგი, გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთით. მადლობა თქვენს. ბატონ გიგი, ტელემაყურებელს მივესალმები.
გამორთო ტელეფონებს. ბატონო გიგი, გადავიდეთ და უბრალოდ გავყვეთ ამ კვირის აქტუალურ საკითხებს. პირველ რიგში კი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც 2 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისთანავე პირველივე პლენარულ სხდომაზე მოისმინა საკანონმდებლო ორგანომ. საგამოძიებო კომისიამ 2003 წლიდან დღემდე პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა შეისწავლა და არ ვიცი, ბევრი ცუდი რამ დაადგინა, ციხეებში ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესის რეკეტი, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, არაჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა და ასე შემდეგ. ამ და მთელ რიგ სხვა საკითხებზე წერს თეა წულუკიანის კომისია საკუთარ დასკვნაში. ის 160 გვერდიანია და სავარაუდოდ ასე ვთქვათ დეტალებში ჯერ ვერ მოახერხებდით გაცნობას, მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში ის რაც ნახეთ და მოისმინეთ, ალბათ უკვე იძლევა შეფასების გაკეთების შესაძლებლობას, ამიტომ ვხარით რამდენად თანხვედრაშია ეს ანგარიში სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესებთან და რეალურად ვის აზიანებს? აზიანებს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს თუ მთლიანად ქვეყანას? ბევრი კომენტარია ამაზე გაკეთებული პერიოდის განმავლობაში, რაც ეგრეთ წოდებული რაღაც საგამოძიებო კომისიაში იქ, რომელიც არაერთხელ გვითხოვს, რომ კონსტიტუციის პრინციპების დარღვევით და ზოგადად იმ კანონმდებლობის, რომელიც არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ოპოზიციის ინსტრუმენტი და ეს გამოიყენა ამაჟამებმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სადამსჯელო მექანიზმად გადააქცია და სწორედ ამის გამო ადამიანები არიან საპატიმროში, პოლიტიკური ლიდერები და მინდა ყველას მივესალმო ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, მეგობრებს და თუნდაც იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, ვინც სხედან დღეს საპატიმროში სწორედ პოლიტიკური მოტივით და იმ ბრძოლის გამო, რომელიც ეხება მათ მომავალს და ეხება ყველა ჩვენგანის მომავალს, მათ შორის ჩვენი შვილების და შვილიშვილების, მათ შორის ქართული ოცნების არ ვიცი, ხორვალებ ხარდამჭერების თუ ნელთვილი თუ როგორც არის. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევე როგორც ამ დღეების განმავლობაში საპატიმროები დატოვეს სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებებით დაპატიმრებულმა ადამიანებმა, ზარი გიორგი ახობაძე, ასევე ნიკა კაცია ახლა სულ ბოლოს და ასევე კიდევ ერთი აბრამოვი, რომელთაც არ დაუმტკიცდათ ეს აბსოლუტურად რაღაცნაირად შეთითხნილი ბრალდებები, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ირჩება საპატიმროში და ჩვენ ნახეთ ეს განაჩენებიც. ხო, ხო, მე ბუნებრივად რახან ამაზე ლაპარაკობდით, ეს თემა ეს არის მთავარი საკითხი, ერთ-ერთი ხო, უმთავრესი საკითხი დღეს. და არ შეიძლება ამაზე არ ვილაპარაკოთ, მანამ სანამ რაღაცა კონკრეტულ სხვა საკითხებს შევეხებით. და გუშინ და გუშინზე კიდე დააპატიმრეს ხო ახალგაზრდები და თქვენ ნახეთ როგორი რეაქცია იყო გუშინ იგივე რუსთაველზე და ასე შემდეგ აი ამ მძევლების აყვანის რაღაცა ოპერაციების შემკურე ვართ ჩვენ. გარდა ამისა ახლა ადამიანები უნდა ესმოდეთ რომ ყველას რისკები აქვს. მე ვიცი ახლა მე მაგალითად რამდენიმე მშობელს ვესაუბრე ამ სასამართლოების დროს გიორგი ჩიკვაიძის დედას ვესაუბრე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ ამ ოჯახს და გიორგი ცუდად არის. ის ახალგაზრდა კაცი ვერ მოძრაობს, ვერ დადის ის ინფორმაცია, რაც მე გამაჩნია და ეს არის ტრაგიკული ამბები, რომელსაც საბოლოო ჯამში უდევს ანგარიშწორება, რაღაცა პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე და ხა ჩვენ რაღაცა ბაჩიაშვილის განცხადებებს ვისმენთ და ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე და დასაყრდენიც იყვნენ, ხო, ახლოს იყვნენ ხელისუფლებასთან და ეს კიდევ ერთხელ ანახებს თუ როგორი, ასე ვთქვათ, ოპერირების მოდელი აქვს დღეს ქართულ ოცნებას, ხო? და საბოლოო ჯამში გვაქვს ეს ტრაგიკული ამბები. ამიტომ, ხო, ამ კომისიიდან გამომდინარე ბევრი რამე მოხდა ეგრეთ წოდებული კომისიით. ეხლა რაც შეეხება თუ დასკვნას, რა თქმა უნდა, ხა რა უნდა წავიკითხოთ. ეს გვესმის უკვე 13 წელია ერთ და იგივე ლაპარაკი, ხო? ეხლა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, იმიტომ რომ ეხლა კიდევ უფრო გაუჭირდა ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, რომ პრაქტიკულად არის სრულ იზოლაციაში და ძალიან კარგად იციან, როგორი არის მხარდაჭერა, ხო, რო არა ის ინსტრუმენტები, ის ფული, თეთრი თუ შავი, არ ვიცი, საბიუჯეტო თუ სხვა
ის მექანიზმები, რომელთაც აკონტროლებენ თქვა კრიმინალურ სამყაროს და შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებს ყველაფერი მიტაცების მომსწრენი ვარ ჩვენ, რომ არა ეს ბუნებრივია ის არჩევნებიც 2024 წლის არ დამთავრდებოდა იმ ასე ვთქვათ ოფიციალური შედეგით, რაც გამოცხადდა და იქნებოდა რეალური შედეგი, რომელიც ოპოზიციის სასარგებლო იყო. დასკვნის საფუძველზე ქართული ოცნება ასკვნის, რომ ნაციონალური მოძრაობა ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. რა ტიპის პოლიტიკურ პროცესებს შეიძლება არაფერი ეს არის საფუძველი ამ ანგარიშწორება არის ჩვეულებრივი, ანგარიშწორება არის ლელა ჩვეულებრივი. ნაციონალურ მოძრაობა ძალიან ბევრი სპიკერი ყავს, მე შემიძლია ახლა ვილაპარაკო ევროპული საქართველოს სახელით, თუმცა ახლა იმ პერიოდში, როცა წინა პერიოდებზე ლაპარაკი რაღაც პერიოდის განმავლობაში მეც ვიყავი ხელისუფლებაში და მათ შორის ბუნებრივია ამ პარტიაშიც, მაგრამ ამავე წარმატებით და შეიძლება უფრო წარმატებით კიდევ დღეს ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნებშიც და დეპუტატებშიც და სხვაგანაც ძალიან ბევრი ის ადამიანია, ვინც მაღალ თანამდებობებს იკავებდა და სერიოზულ პოსტებსაც და სერიოზულ საქმიანობას ეწეოდა ნაციონალურ მოძრაობის დროს. ასე რომ ჯერ მე მგონი რომ თავის რიგებში უნდა მოკითხონ ამ ადამიანებს და გაარკვიონ, ასე ვთქვათ, ვინ რას აკეთებდა და ვინ რას ჩადიოდა. რაც შეეხება ამ დასკვნას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული ანგარიშწორების დოკუმენტი, სადაც შეიძლება რაღაცა მართლაც იყოს კონკრეტული кейსები, კონკრეტული ისტორიები, რაც ეხება გადამეტებას, სადღაც ბიზნესის დაჩაგვრას, სამწუხაროდ შეიძლება ასეთი ხდებოდა ბუნებრივია, მაგრამ იმ ნაწილში, რაც ეხება იგივე ომს და 2008 წლის ინტერვენციას და სხვას, შენი რა მნიშვნელობა აქვს იმ პერიოდის ხელისუფლებას ადანაშაულებ თუ სხვა შენ ადანაშაულებ ამ შენ გულისხმობ ავტორები ვინც არიან ადანაშაულებენ ბუნებრივია საკუთარ ქვეყანას საქართველოს და ეს არის სწორედ ის ისტორიები რომელსაც ჩვენ ვისმენდით რუსეთის მაღალ ჩინოსნებისგან წლების განმავლობაში 2008 წლის პერიოდშიც და შემდეგაც ეხლა სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პოლიტიკური ბრძოლა მაქვს გადატანილი ჩემ კოლეგებთან ერთად, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, როდესაც სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, რომელთან ერთადაც არაერთი პაიკრობა მქონია სხვა ფორმატით, მაშინ როდესაც რეზოლუციები უნდა მივიღო სხვა ასამბლეებში და სხვა დონეზე რომ აი სწორედ საქართველოს დაიწყო ომი, სამბობდნენ, დაბომბეთ ძინარე ცხინვალი და აი ესე თავს დაესხა საქართველოს ამ ადამიანებს და საქართველოს ადანაშაულებდნენ ამაში და ახლა როგორც გვესმის და როგორც ხედავთ, რაღაცა იგივე არის პრაქტიკულად გადმოქართულებული იგივე ფრაზეოლოგია, ხო? ამიტომ რაზე ლაპარაკი, რას ქვია, რას აზიანებს, ბუნებრივია საქართველოს აზიანებს მისი არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც აქამდე აი ჩვენი ნაბრძოლი აქამდე მოვიდა და ახლა არ ვიცი რა და როგორ იქნება და აღიარებს ზოგადად აი ამ აზიანებს ძალიან ბუნებრივია ისტორიულ კონტექსტშიც ჩვენი ქვეყნის როლს ომის ისტორიას, შემოჭრის ისტორიას და საერთოდ არავინ აღარ სვამს გარდა აი ამ ადამიანების, ვინც ახლა ამას თხზავს, ყველაფერს ამ კითხვებს აღარ სვამენ მსოფლიოში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი. იმიტომ რომ რას ნიშნავს ეს კი საქართველოს რუსეთს დაუწყო ომი საკუთარ ტერიტორიაზე? ხო, ეს არის ნონსენსი. ამიტომ ხა მე რაც არ უნდა ვილაპარაკო და ოპოზიციამ რაც არ უნდა ისაუბროს დღეს და ჩვენმა პარტნიორებმა, დღეს არის ჩამოყალიბებული დოქტრინა ამ ქვეყანაში, რომელიც ძალიან სამწუხაროდ არის უნისონში ამ ნაწილში განსაკუთრებით რუსეთის პოლიტიკასთან, განცხადებებთან, მათ დოქტრინასთან და სხვა ნაწილში, რაც ეხება დემოკრატიას, თუ ამაზე გადავალთ, იქაც საკმაოდ ეხმიანება რუსულ მეთოდებს ბრძოლის ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან. და აი სწორედ სხვა საკითხებსაც მინდა ახლა დავუთხროთ გარკვეულ დრო, მათ შორის ხო, ასე რომ დავასრულოთ ეს ურთიერთობასაც თუ კი მიმოვიხილავთ და გვაქვს ბოდიში ლედა რომ დავასრულოთ. იმიტომ რომ გაცხადებულია ხო რა არის 60 არის ოპოზიციის აკრძალვა და ნუ ახლა ეს იქნება არ ვიცი რაღაცა კიდე ახალი შოუ ესეთი საკონსტიტუციო სპექტაკლი ჩემი აზრით რომელსაც შეიტანენ ალბათ საჩივარ საკონსტიტუციაში და მე ახლა აქ უნდა იყოს ამის განხილვა და იგივე გადატანა ყურადღების სხვა საკითხებზე რაც
კიდევ უფრო შეიძლება აწუხებდეს ის საინტერესოა დასავლური ტიპის დემოკრატიებში აი ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რა ესე ვთქვათ პრეცედენტები არსებობს როგორ პარტიებს კრძალავენ და რის საფუძველზე პარტიებს რომელთა ფუნქციონირებაც ძირითადი კრიტერიუმი რაც არის ეს არის ტერორიზმთან დაკავშირებული ან ტერორიზმის წამახალისებელი პოლიტიკური ორგანიზაციები რელიგიური ექსტრემიზმის და ის პოლიტიკური ორგანიზაციები რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საზოგადოების უსაფრთხოებას ბუნებრივია უქმნის რაღაც საშიშროებას ხო არ ვიცი ხო ეს რას ნიშნავს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ძალიან ბევრი მარტო ჩემი ის არ არის მე არა ვარ ამის ისტორიული ამ ყველაფრის ანალიზი არ შემიძლია მაგრამ და არც პიროვნულად ყველას ვერ დავასახელებ ბუნებრივია მაგრამ როგორც ვიცი და ხო მახსოვს ბევრი მაღალი რანგის ვინც დღეს ტელევიზიაში არის ქართული ოცნების იმ პერიოდშიც როდესაც ნაციონალურ მოძრაობა იყო ხელისუფლებაში იყო ამ პარტიასთან ერთად და იმ ხელისუფლებაში და მუშაობდნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე ამიტომ არ ვიცი ახლა ისინიც მიიჩნევენ რომ ამ დიდი დანაშაულის მონაწილენი იყვნენ ალბათ ერთმანეთში არ ყვევენ ამ საკითხებს არ ვიცი სიმართლე გითხრათ ისევე როგორც ამ კომისიის მიმართ არავითარი ნდობა არ ყოფილა და არც იმ პარლამენტში რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს როგორც მათ უნდათ და არ აქვს ნდობა და არ აქვს ის დამოკიდებულება რაც უნდა კონდეს როგორც ქვეყნის საზოგადოებას პოლიტიკურ სპექტრს ასევე ჩვენს პარტნიორებს და არა მარტო ჩვენს პარტნიორებს, ახლა ეს კი არ აღიქმება, რომ გიგი წერეთლის პარტნიორები არის. არა, საქართველოს პარტნიორები ხო? ამიტომ ან რომელიმე პარტიის პარტნიორები ბუნებრივია რომ აი მათ დამოკიდებულებაც არის შესაბამისი და ამიტომ არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ეს არის პარტიული დოკუმენტი, რომელიც შექმნა კონკრეტულმა პარტიამ, ვინცაც დღეს უჭირავს სადავეები ხელში, პოლიტიკური და სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ რომ შეცვლილებები იყოს, იმიტომ იბრძვის ხალხი გარეთ იმიტომ არის ამდენი ამ თვეების განმავლობაში უზარმაზარი დაღებული მსხვერპლი საპატიმროც და ადამიანების ფსიქოლოგიურის და მატერიალურის და ყველანაირი ასეთი ვითარება არ იყოს. ბადო გიგი სხვა თემებზეც რომ გავიზიაროთ თქვენი პოზიცია მათ შორის ეს კვირა დაიწყო იმით რომ აი მაგალითად მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა ღია წერილით მოკლე ამონარიდი თქვენ აღადგინეთ პარტნიორობა პუტინთანაც კი თუმცა თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოზე ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის გამტკიცების თვალსაზრისით ეს არის ყაველაშვილის წერილის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი პათოსი. რას აჩვენებს ეს წერილი მარტივად მინდა რომ გითხოთ და როგორ ფიქრობთ რატომ დასჭირდა ამ წერილის ასე ვთქვათ გამოქვეყნება ქართულ ოცნებას? ხო, ნუ ეს წერილები ვფიქრობ რომ არ არის ყველაზე ესე თუ ძლიერი მხარე რა არის დღეს ამ ხელისუფლების არის ერთ-ერთი ის რომ კარგად იყენებენ თავის ხელში არსებულ სახელმწიფო ინსტრუმენტებს, მათ შორის სასამართლო სისტემას, სამართალდაცვას სისტემას და მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, ნუ არ ვიცი თუ საშუალებები ნამდვილად აქვს ფინანსური, რომ კარგი კომპანიები ყავდეთ დაქირავებული, კარგი მრჩევლები და ასე შემდეგ. შეიძლება ვინმე მურჩია რომ წერილი გაგზავნეთ, მაგრამ შემდეგ ამ წერილში ისეთ შინაარსდებენ, რომელიც ან გამაღიზიანებელია, ან აბსოლუტურად არასწორი წარმოჩენა საკითხების იგივე ეხება ну ხა ეს კიდე სხვა თემაა მაგრამ იგივე ეხება ევროკავშირში გავგზავნილ ეგრეთ წოდებულ რაღაცა ანგარიშს ხო მაგრამ ჩვენ გვახსოვს წინა წერილიც და ასევე საზოგადოებას ახსოვს მაშინ ამერიკის ელჩის თუ არ ვწდები განმარტებაც იყო და სხვებისაც რომ ეს წერილი იყო რაღაცა ესე შეურაცხყოფელი დაახლოებით მე მგონი ამ ენით იყო ნათქვამი ანუ აბსოლუტურად არაადეკვატური და რაღაცა პრეტენზიების გამოცხადება და ასე შემდეგ ну არ ვიცი ხა ამ ხალხს წესით კიდევ ერთხელ ხალხს გავუსვამ ძალიან ბევრი დღეს ვინც არის საგარეო პოლიტიკაში ჩართული ამ ხელისუფლების წინა პერიოდში მუშაობდა და კვალიფიკაცია ზოგს წესით უნდა კონდეს საკმაოდ კარგი ხა ამას როცა წერ ასეთ წერილს და იქით ედავები ამერიკის შეერთებულ შტატებს რომელიც დღეს და ტრამპს რომელიც არის მთავარი ფიგურა ამ სოფლიოში წესრიგის დამყარების იმ მიმართულებით იმ ასე ვთქვათ სულისკვეთებით რომ პირველ რიგში მშვიდობა იყოს და ურთიერთობა იყოს და რაღაც ნორმალური დამოკიდებულება. ოღონდ ამას ყველაფერს აქვს პირობები.
პუტინს მისი ნაკვთების გამო სახის ან მისი სიმაღლის გამო ან მისი გამომეტყველების გამო ხო არ ებრძვის არავინ. პუტინს ებრძვის იმიტომ, რომ ის ანგრევს დემოკრატიას, ანგრევს სოფლიოს აი ამ დღის წესრიგს და წესრიგს, რა პრინციპებიც არსებობს, რაც შეთანხმებულია სოფლიო ანგრევს ყველაფერს. არა მარტო რუსეთში, არამედ შემოგარენშიც ყველგან თავისი ჰიბრიდული ომით ასევე ცდილობს, რომ დემოკრატიული საზოგადოებები რაღაცნაირად დაანგრიოს. და ეს არის სწორედ და შენ როდესაც ხო ყურადღების მიქცევა უნდა ამით ვერ მიიქცევა არ მოსწონს ახალ ადმინისტრაციას მაშინ კრიტიკა მაინც ხო უნდა ისმოდეს კრიტიკა საიდან არის სიჩუმე ხო ეხლა მეტი კრიტიკა რა უნდა ყოფილიყო ლელა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კრიტიკის შემდეგი ფაზა არის ეს რაც ხდება დღეს რომ იმიტომ რომ როცა კრიტიკას არ გამოაქვს არ იღებ ამ კრიტიკას არისმენ ამ კრიტიკას, რომელიც მეგობრების არის, აგერ მეგობარი აქტი არის დაკიდებული ხო, რომელიც უნდა იქნას მიღებული, სადაც ან დასრულდება პრაქტიკულად ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის, იმით რომ ერთი ეს არის დამცველი აქტი, თქვათ ჩინეთია თუ ირანია თუ სხვა ქვეყნების რაღაცა დამაზიანებელი მოქმედება თუ რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ეკონომიკაზე არა მაგ ლაპარაკი, სხვაც არის ხო? ის საფრთხეები რაც მოდის და აი აქ პარტნიორი ქვეყნის ჯამში რა უნდა ვიფიქროთ ბატონო პარტნიორი ქვეყნის დაცვა და მეორე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და მოხმარებაზე თუ ქართულ ოცნებას რეალურად შეიძლება არა რა თქმა უნდა შიდა მოხმარებაზე ხა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება ცდილობენ ვერ დაიწყება ვერანაირი სუფთა ფურცლიდან არ არსებობს ასეთი რამე სუფთა ფურცელი შეიძლება იყოს მეგონა ერთხელ გქონდა ამაზე ლაპარაკი სუფთა ფურცელი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი აქ გასუფთავდება მართლაც ის გარემო რომელიც შეიქმნა ხო სუფთა ფურცელი ვერ იქნება პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად სუფთა ფურცელი ვერ იქნება ფალსიფიცირებულ არჩევნებთან ერთად სუფთა ფურცელი ვერ იქნება რეპრესიებთან ერთად არ გამოვა ასეთი რამე არ ვიცი ხო მე თუ ვწდები აგერ არის და ამას ვამბობ აგერ ეთერი არის და საზოგადოება ამას უსმენს არ გამოვა სუფთა ფურცელი არის რაღაცა უნდა გააკეთო ის რასაც შენ გთხოვს ცივილიზებული სამყარო, თქვენ ჩემგან არისეთ ამას პირველად და ამის შემდეგ შეიძლება ესე რომ შენ მიწერდა თუნდაც იქ რაღაცა ციცაკას ჩაყრი ცოტას რომ აი რაღაცა ყურადღება მიიქციო რომ თქვენ პუტინსაც ელაპარაკებით და თითქოს ამძაფრებენ რაღაცნაირად ამას ხო არ ვიცი ხო ვიღაცა მურჩია რომ ასეთ ტიპის წერილი დაწერო ყურადღება მოგაქცია შეიძლება გაცილებით უფრო ცუდი ყურადღება მიაქციონ ვიდრე მათ ჭირდება და ჩვენ არ გვინდა ეს აქ ხელისუფლებაზე კი არ არის ლაპარაკი აქ არის ხალხზე საზოგადოებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ცუდი ურთიერთობა ქვეყნისთვის არის ცუდი ისევე როგორც ევროკავშირის პერსპექტივის დაკარგვა ქვეყნისთვის ხალხისთვის თითოეული მოქალაქისთვის, თქვენთვის, ჩემთვის, ჩვენი მეზობლებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, არ ვიცი, ყველა ქალაქისთვის საქართველოში. ცუდია. როცა ამის შანსი გვაქვს და გვერდმევა. და კარგია რომ ეს თემა ახსენეთ, ცნობილი ხდება იმ წერილის შინაარსი, რომელიც ევროკომისიის მოთხოვნების, ასე ვთქვათ, საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ, ქართულმა მხარემ გაუგზავნა ევროკომისიას, კერძოდ აი რადიო თავისუფლების ინფორმაციით ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ თბილისი მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს, ისე როგორც აღნიშნავს, რომ დადგენილი კრიტერიუმების ერთგულად შესრულების გარდა საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი დამატებითი ინიციატივა, რომელიც კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში რეფორმებთან ერთად აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი სალომე სამადაშვილი მაგალითად რომელიც დღეს მდგომარეობით ბრიუსელში იმყოფება ამტკიცებს რომ ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაგზავნილი წერილი არის ასე ვთქვათ დაცინვის თემა. აი თქვენი აზრით რა რეაქცია ექნება ევროკომისიას იმ წერილზე რომლის შინაარსიც მედიაში საჯაროვდება? ხო არ ვიცი დაცინვის თემა არის თუ არა ჩვენს გვაქვს ბუნებრივია კონტაქტი ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან და სერიოზულად არამეს არ აღიქვამს ხო ზოგი დაცინებს და ზოგი გაიცინებს, ზოგი გაბრაზდება. იმიტომ რომ ახლა თქვენ მე რო გთხოვოთ წერილი დამიწეროთ, მაგალითად როგორ არის ჟურნალისტიკა, როგორ ვითარდება საქართველოში და თქვენ მომწეროთ იმ შემთხვევაში მაგალითად რა გითხრათ, მასალათა გამძლეობის შესახებ რაღაც ან რაღაც სხვა. აბსოლუტურად. ესე იგი
ძალიან კონკრეტული მოთხოვნები იყო და რეკომენდაციები იყო ანგარიში, რაზეც უნდა ყოფილიყო წარდგენილი. ის კი არ იყო, რომ ესე ჭირდება ვინმე, სადაც თავს იქებენ და ოდა რაღაცა იმაში ხოტბის შესხმა ამ ხელისუფლებას, მასი ლიდერებს და ასე შემდეგ. არამედ კონკრეტულად ამ მიმართულებაზე ამაზე რა გააკეთე. რასაც არ აკეთებ, იმის ახსნა, რომ ამას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ არ ვაკეთებ, აი ამის და ამის გამო, მაგრამ რვიდან არაფერს თუ არ გააკეთებ. სერიოზულად ვინახი გვამს ამას, ხო? ბუნებრივია, ესეც არის გამოწვევა. ესე იგი, როცა ამას აკეთებ შეგნებულად, ანუ რაღაცა დრო უნდა გაწევდონ, აი ხო წარმოგიდგინეთ ახლა ჩვენ მე იქნება ამაზე რაღაცა 1-2 თვე ამასობაში ფიქრობენ, რომ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები გადაბალახდება, მე რაღაცა იქნება და აი ჩემი აზრით შეიძლება მე ვამარტივებ ამას, მაგრამ აი ესე ფიქრობენ, რომ ეს კრიზისული მომენტებია, ესე გადაიტანა. და ეს დასკვნა, ეს არაფერი არ არის. ეს არის უბრალოდ ახლა თითქოს დაცვა რაღაცა პროცედურის, რომ აი ამ ვადაში რაღაცა ანგარიში მიაწოდეს, შემდეგ მოთხოვე, რომ აი ჩვენ მოგაწოდეთ ანგარიში და ახლა ამაზე მოგვეცით ანალიზი. ანუ რეალურად ეს არაფერს არ ნიშნავს იმ გზაზე, რასაც ქვია ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და რა რეკომენდაცია, რა მოთხოვნა და რა პერსპექტივების გამოც ეს კეთდება. ჩვენ ვხედავთ, ახლა მე დავასრულებ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხსენებაც არ არის, არსად. აი გუშინ კაია კალასმა ილაპარაკა რაღაცა დიდ შეხვედრაზე საქართველოს პრაქტიკულად აი მოლდოვის ხსენება არის მუდმივად მოლდოვა აი საოცრად კარგი მაგალითია მოლდოვა როგორც სწრაფად დროის მოკლე მონაკვეთში იმ თავრობამ რომელსაც აქვს დღის წესრიგი და იმ პრეზიდენტმა რომელსაც აქვს ევროპული დღის წესრიგი ძალიან დიდ წარმატებას აღწევს ბევრ ფულსაც იღებენ მხარდაჭერასაც იღებენ აი ახლა თქვენ რო შეეკითხოთ მადლობა ბატონ გიგი უნდა დავასრულოთ კი ექსპერტებს რო კითხოთ დღეს რომელი ქვეყანაა კარგი საინვესტიციო ერთ-ერთ პირველში მოლდოვას დაგისახელებენ საქართველოს სამწუხაროდ არა და ეს ყველაფერი აისახება თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე ამიტომ ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს ეს წერილების გზავნა და ეს არაფერს მომტანი არ არის მომტანია ადეკვატურობა მომტანია გადაწყვეტილების მიღება მომტანია ის რომ აღარ მინდა ბევრჯერ ვიმეორებ ამას რომ ეს გარემო არ იყოს ესეთი რეპრესიული და ფიქრობდეს ხელისუფლება რომ რაღაცა მონახოს ენა საზოგადოებასთან დაელაპარაკოს მას არ ცდილობდეს რომ პოლიტიკური სპექტრი დაანგრიოს ეს ყველაფერი არის არადემოკრატიული და როდესაც არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამ ვერ მიიღწევ ყურადღებას და ვერ დააშანტაჟებ ტრამპს დღეს აგერ ანგარიშს აბარებს პრაქტიკულად ევროპა ნახეთ როგორი კონსოლიდაცია ევროპაში როგორი კონსოლიდაცია უკრაინის გარშემო იმისთვის რომ ეს აგრესია ეს ომი შეჩერდეს და განვითარება იყოს და რატო არ უნდა იყოს საქართველოს ამ განვითარების ნაწილი არ მესმის ვერ დავიჯერებ და ამას ვერ შეეგუება მარტო მე არა და თქვენ არამედ ძალიან ბევრი ადამიანი ამ თუჩებები შეჩერდება დიდი მადლობა სტუმრობისთვის და 13 ოქტომბერსაც ადამიანები იყვნენ დარწმუნებული ვარ თავის აქტიურ პოლიტიკურ პერიპეტიებზე საუბარი გიგი წერეთელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს ვემშვიდობებით ჩვენს სტუმარს ახლა რეკლამის შემდეგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ეკა გიგაური შემოგვერდება ასე რომ დაგვევთ რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია ისევ პირდაპირ ეთერშია ეს გადაცემის დასკვნითი ნაწილია სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ პოზიციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ეკა გიგაური გაგვიზიარებს მძიმე ბრალდებები ისმის ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო სექტორის მისამართით და პირველ რიგში სწორედ ამ ბრალდებებზე მოვისმენთ ახლა ჩვენი სტუმრის პასუხებს ისე როგორც ვისაუბრებთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მათ შორის განაჩენებზე რომლებიც დადგა მომიტინგეთა საქმეებზე და პროტესტზე რომელთა მონაწილეებს დღეს ნაცი ურკები უწოდეს ქართულ ოცნებაში მასასე ეკა გიგაურია ჩვენთან ერთად გამარჯობა ქავტონო ეკა და მადლობა რომ გვესტუმრეთ ქავტონო ეკა პროკურატურა არასამთავრობო სექტორს ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის ცდელობაში მონაწილეობას ედავება, ამიტომ რა თქმა უნდა გადაცემის დასკვნით ნაწილს უკვე ამ თემით ხსნით საგამოძიებო უწყებამ ჯერ 7 ორგანიზაციის ანგარიშს დაადოყა და ამის შემდეგ უკვე ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირები დაიბარა მოწმის სახით გამოკითხვაზე პროკურატურის მტკიცებით არასამთავრობო ორგანიზაციები კოორდინირებულად აფინანსებდნენ საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისთვის. აი რა არის ამ საქმის რეალური მიზანი თქვენი აზრით? სურთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა თქვენი დაშინება, შეშინება თუ არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ინსტიტუციის, არ ვიცი, სრული გაქრობა და პარალიზება.
მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებ ჩემს კოლეგებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამ ჯერზე საერთაშორისო გამჭვირვალობას ეს არ შეხებია, თუმცა ჩვენ ვართ კიდევ იქამდე დაწყებული ორი მონიტორინგის ქვეშ, რომელიც იყო ინიცირებული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ. ესეც ერთ-ერთი კითხვა, როგორ გადაურჩით ამ ამბავს ორი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენ არ შეგიძენიათ აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ის აღჭურვილობა, რომელსაც სხვა ორგანიზაციებს ხო, ანუ ამ საქმეს ჩვენ ვეძახით პირბადეების საქმეს, ხო, ანუ რეალურად აქ არის საუბარი და მტკიცებულებები რა ქონდა პროკურატურას, როდესაც მან მოსთხოვა სასამართლოს, რომ სასამართლოს წესით დაეყადაღებინა ანგარიშები, ხო, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, იყო ის, რომ მათ შეიძინეს ყველამ ერთად 7 ორგანიზაციამ 7500, 8000 ლარამდე პირბადეები და ეს ყველაფერი ამ ადამიანებმა გააკეთეს ოფიციალურად, საბანკო გადარიცხვით, გადაიხადეს დეგეგი ამ ყველაფრის და აბსოლუტურად ყველაფერი კანონიერად ჩაატარეს ჩვეულებრივად, ისევე როგორც ჩვენ ავყიდულობთ ნებისმიერ ასე ვთქვათ ოფისისთვის საჭირო ნივთს, ხომ და იმ პერიოდში ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ იყენებდნენ აბსოლუტურად უკანონოდ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიცია ხუთავ გაზს და როგორ არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ხომ? ამიტომ ეს არის ძალიან ლოგიკური, რომ ამ ორგანიზაციებმა შეიძინეს ეს პირბადეები, მათ შორის თავისი თანამშრომლებისთვისაც, მაგრამ იცით, რომ იმ პერიოდში ასევე მედიაც ძალიან დიდი თავდასხმის ქვეშ იყო, ხომ? ჩვენ ხედავდით არა აქციის მონაწილეებისთვის. იცით, ალბათ აქციის მონაწილეც, ეხლა როგორ იყო იქ მიტინგზე, ხო? ვიღაცა მოვიდოდა და პირბადე არ გაქვს და კი და გადასცემდა ვიღაცა, ხო? ამ შემთხვევაში აი შალვა პაპუაშვილი სვამს ასეთ კითხვას. ამ აღჭურვილობის დანიშნულება რა არის? ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი აღჭურვილობის აქციის მონაწილეებისთვის დარიგება ნიშნავს მოწოდებას, რომ მომიტინგემ უფრო მეტად გაუძლოს და არ დაიშალოს. და უფრო კარგად ჩაისუნთქოს გაზი, ხო? ანუ ამაზე არის საუბარი. ხო, აი ამით უპასუხებ, რომ კარგად ჩაისუნთქოს გაზი, ანუ ამაზე არის საუბარი, ხომ? ჩვენ ყოველთვის ვიდექით ჩვენი მოქალაქეების სადარაჯოზე, მათ ინტერესების დაცვას ვახორციელებდით ყოველთვის. ეს იყო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იურიდიული კონსულტაციებით და იცით, რომ ჩვენ გვაქვს ქსელი. ალბათ გიპასუხებთ, რომ გაზი კი არ უნდა ჩაისუნთქოს, ტერიტორია უნდა დატოვოს. ხო, რატომ უნდა დატოვოს, ხო? ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. ხო, არ ვეთანხმები, მოდით ასე ვთქვათ, შალვა პაპუაშვილს, იმიტომ რომ ის ადამიანები იქ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას პირველ რიგში, ხო? ანუ იქ იყვნენ და თავის კონსტიტუციით უზრუნველყოფილ უფლებას განახორციელებდნენ, ხო? გამოხატვის უფლებას ისინი იქ იდგნენ და თავის აზრს გამოხატავდნენ. იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და ეს ამის შეფასება გააკეთა ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მოდი შევეშვათ ხო ჩვენ შეფასებებს, ამის შეფასება გააკეთა ძალიან ბევრმა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ექსპერტმაც და ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, ზუსტად პოლიციამ დაიწყო უკანონოდ დარბევა ამ ადამიანებს და ამ ადამიანებს უნდა ქონოდათ საშუალება, რომ არ ჩაისუნთქათ ის გაზი, ხო? ახლა მაშინ იგივე ხელ მაგალითად ტელევიზიებმაც და მედია საშუალებებმაც თავის თანამშრომლებს უყიდეს პირბადეები, ხო? და ეს რას ნიშნავს, რომ ამით ისინი რაღაცა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებდნენ, ეს ასე არ არის. იცით, მე მგონია, რომ აი ეს კითხვა თქვენ რაც დასვით, ხო? ანუ რა არის, რა იყო მათი მთავარი მიზანი? მიზანი ზუსტად ეს არის, რომ აქ არ აქვს ეს უბრალოდ მიზეს ეძებენ იმისთვის, რომ გააჩერონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო? მე მაინც მგონია პირველ რიგში მათთვის პრობლემური არის ის იურიდიული დახმარება, რომელსაც ჩვენ უწევთ მოქალაქეებს. აი ეს არის აქ მთავარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უფლებებს ჩვენ ვიცავთ, მათ შორის დაჯარიმებულების და ასე შემდეგ, უკანონოდ გათავისუფლებულების, მედიის წარმომადგენლების და ასე შემდეგ და ეს არის ძალიან დიდი დახმარება მოქალაქეების და ქართველი ხალხის. ამიტომ ეს არის მე მგონი მათი მთავარი მიზანი, ის რომ რეალურად მოქალაქეები დატოვონ უკანონობის და ჩაგვრის წინაშე მარტო დახმარების გარეშე, ხო? ქალტონეკა ბრალდებაში ფიგურირებს შემდეგი სიტყვების საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება. რა შეიძლება იყოს ამ საქმის ფინალი? მოდით ეს კითხვაც დავსვათ. აი, რამდენად არ ვიცი, უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს მომავალში
უკვე არსებულ პატიმრებს, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შესაძლოა დაემატა. არაფერი არ არის გამორიცხული, მოდით ასე ვთქვათ, ხომ, ჩვენ ყველაფერს ველოდებით, იმიტომ რომ ამ საქმეების იურიდიულ შეფასებას აზრი არ აქვს, ეს არის აბსოლუტურად უკანონო ყველაფერი, ისევე როგორც აი პატიმრებთან დაკავშირებით ჩვენ ვამბობთ, რომ სინდის პატიმრები არიან და პოლიტპატიმრები არიან, ასევე აი ამ მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებითაც იქ არაფერი არ არის, არანაირი იურიდიული მტკიცებულება იმისა, რაზეც ხართ მზად იმისთვის, რომ დაგადონ ხელბორკილები, იმიტომ რომ აი ეკა გიგაური ერთ-ერთია, ვიზეც ყველაზე მეტს და ყველაზე ბევრს საუბრობს ქართული ოცნება, როგორც უცხოეთის აგენტზე. ხომ ზოგჯერ ეკა გიგაურზე საუბრობენ, ზოგჯერ სხვებზე საუბრობენ, გასაგებია ხომ, იმიტომ რომ ჩვენ აქტიურები ვართ და ძალიან მწარე თემებზე ვსაუბრობთ, რაც არის კორუფცია და ეს ძალიან ადარდებთ მათ, ეს არის ნამდვილად ასე. რაღაც მომენტში მე ვიფიქრე, რომ იმიტომ საუბრობენ თვითონაც ეხლა რომ ჩვენ კორუფციას ვებრძვით, რომ ისეთი დონის კორუფცია არის ქვეყანაში, რომ თავისივე მომხრეებს შეაწუხათ უკვე და ისინი მათ დაიწყეს ამაზე საუბარი. ამიტომ გასაგებია რომ ჩვენი თემები, რაზეც ჩვენ მუშაობთ, ეს არის მათთვის ძალიან მტკივნეული და მესმის რომ კორუფციასთან შეჭიდება და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის მარტივი რამ. ხომ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ დღეს ისინი, ვინც არიან ციხეში, ისინი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში არიან, ვიდრე მე აი აქ რომ მზივარ ამ სტუდიაში. ამიტომ დღეს როგორც ადამიანი და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პირველ რიგში ჩვენ ყველანი ვფიქრობთ ამ ადამიანებზე, როგორ დავეხმაროთ მათ და ასევე იმ ადამიანებს, რომც აი ახლა 23 ადამიანი დააკავეს რამდენიმე დღის წინ და აქაც ნახეთ მათი უფლებების დარღვევას, რომ ქონდა ადგილი და საერთოდ წაიყვანეს თბილისიდან, რატო წაიყვანეს ეს ხალხი, აი ეს მაინტერესებს, ახალ ციხეში რატო წაიყვანეს, ხო? მე მახსენდება ეს ნაციონალურ მოძრაობის დროს იგივეს რომ აკეთებდა და რომ ვეძებდით რეგიონებში ამ ადამიანებს. ზუსტად იგივეს აკეთებდა. პრობლემა იზოლატორში არ გგონიათ ქალაქიდან გავყოს. არავითარ შემთხვევაში არ მგონია, შესაძლებელია ეს კიდევ არგუმენტი ყოფილიყო მაშინ, როდესაც ტარდებოდა აქციები და დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ადამიანს აკავებდნენ და კიდევ იქ შეიძლება ყოფილიყო ლოგიკა, მაგრამ დღეს ამის ლოგიკა არ არის და არც სპეციალურად იმისთვის, რომ ეს ადამიანები დარჩენილიყვნენ იგივე იურიდიული დახმარების გარეშე და გაეწვალებინათ ეს ადამიანები. ამას აკეთებენ, ხომ? მაგალითად იგივე, რასაც უკეთებენ მზია ამაღლობელს, ხომ? როგორ აწვალებენ ადამიანს ყველაფერთან ერთად, ხომ? რომ ფიზიკურად რთული იყოს ამ ადამიანებისთვის იყოფნა და მთლიანად ამ პროცესის გაძლება. ეს ადამიანები ამას უძლებენ, მაგრამ აი ეს არის, რასაც აკეთებენ, ხომ? ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილება ეს არ მოდის ისე, ხომ? ეს ამას არ იღებს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებს რაღაცა რიგითი პოლიციელი ან იგივე სამმართველოს უფროსი. ეს არის კონკრეტული დავალება, რომ ჩვენი მოქალაქეები აწამონ, ხო ჩვენ ვიცით, რომ იგივე ამ აქციების დროს დაკავებულები საუბრობდნენ წამებაზე და 300-მდე ადამიანი აწამეს. ამიტომ ეს არ ხდება, ეს ცალკეული შემთხვევები არ არის. ეს არის ერთი საერთო გადაწყვეტილების ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგად ასრულებენ კონკრეტული პირები. აქციის მონაწილეები ახსენეთ და მოდით იმ შეფასებებსაც გამოვეხმაუროთ, რომელიც დღეს გაკეთდა ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან მომიტინგეებთან მიმართებაში, მათ შორის იმ პირებთან მიმართებაში, რომლებმაც გუშინ კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან გამართეს აქცია. მელიქიშვილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ორკების თავყრილობა უწოდეს. მეტიც კახაკალაძემ ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოსული ადამიანები ჯექსონის უკდავი ტრილერის პერსონაჟებს შეადარა და განაცხადა, რომ დღეს რომ აი ამ თრილერს იღებდეს ჯექსონი ამ ადამიანების მონაწილეობით აღარც გრიმი, აღარც ვიზაჟისტები და აღარც კოსტიუმები დასჭირდებოდა. არ ვიცი, როგორ გესმით ის ენა, რითაც უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, აქტივისტებზე, თუნდაც მათთვის სრულიად მეუღებელ პირებზე. არ მესმის მართალი გითხრათ მათი ენა. ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი მათი ენა. აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხარო, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი რიტორიკით საუბრობენ. მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებზეც შეიძლება გაბრაზებულები იყვნენ.
ეს არ არის სწორი, ეს არ არის ნორმალური და ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს და გვინდა რომ გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში, ხო? ახლა ძალიან ხშირად, როდესაც შევხედავთ მათ შორის ახლა ევროპის სახელმწიფოებში წინასაარჩევნო კამპანიას და ზოგჯერ ისინი იტყვიან, რომ ძალიან აგრესიული კამპანია იყო, ძალიან აგრესიული და შემდეგ მათ რიტორიკას რომ შეხედავ, ეს აგრესია, ამ აგრესიაში ისინი გულისხმობენ აი რომ დაუძახონ ოპონენტს უცხოდინარი მაგალითად რომელიც აი მაინც ამ რიტორიკაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩემთვის არის მიუღებელი, არ მინდა რომ ეს ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, არ მინდა რომ პოლიტიკოსები ესე საუბრობდნენ, არ მინდა რომ ესე ესხმოდნენ თავს კონკრეტულ ადამიანებს და ზუსტად ამიტომ მინდა რომ ჩვენ გქონდეს ევროპული ტიპის სახელმწიფო. აი ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყველა იმ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, ვინც ჩემთან ერთად არის ამ ბრძოლაში. ამიტომ ხო, ნუ მე მართალი გითხრათ ვერც ვუყურებ ამ კადრებს, ხა ჩემზეც ძალიან ხშირად ძალიან შეურაცხყოფელი განცხადებები გაუკეთებია, ძალიან ბევრი ტყუილი გაურცელებიათ, მაგრამ არასდროს არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება რომ აი ესეთი რიტორიკით მელაპარაკა მათზე. იმიტომ რომ შემდეგ მე მაშინ რითი განსხვავდები მათგან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველანი ადამიანები ვართ, შეიძლება გაბრაზებულიც ვიყო და ძალიან დიდი უსამართლობაც იყოს ჩვენს მიმართ, ხა ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის ქალი, ძალიან რთული არის მათ შორის ქალებისთვისაც აი ამ ბრძოლაში ყოფნა, მაგრამ ჩვენ თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ. აი ეს არის მთავარი და ალბათ ეს გვაძლიერებს, რომ ზუსტად რთულია ეგეთი ბრძოლა, მაგრამ მაინც კულტურები ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტევაზე საუბრობდით და ისევ ამ თემას მინდა დაუბრუნდეთ. ახლა თქვენ ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციების საგამოძიებო უწყების გარდა ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნეც ხართ, ხო? და ამავე დროს ვიცით, რომ პარლამენტმა მთელი რიგი კანონები ამოქმედა, რითაც აი ეს უცხოური გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს საქმიანობა გეზღუდებათ. ახლა ამ ფონზე თქვენ კი ამბობთ, რომ თქვენ საქმიანობას გააგრძელებთ, თუმცა მე მაინც უნდა გკითხოთ როგორ. აი ბრძოლის რა ბერკეტები გაქვთ ხელთ? აი რა რესურსები დაგრჩათ იმისთვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა და ის საქმიანობა, რასაც ამ წლების განმავლობაში ეწეოდით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძოთ. ადამიანური რესურსები. ეს არის ზუსტად, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ადვოკატები, რომლებიც ძალიან ბევრი წელია მუშაობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში და მართალი გითხრათ, ეხლა ეს ბოლო პერიოდი მართლა ჩვენთვის რაღაც ახალია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელი მუშაობდით მიწის რეგისტრაციის საკითხებზე მაგალითად და ქონებას, როდესაც ქონებრივ დავაში იყვნენ მოქალაქეები სახელმწიფოს, როცა მათი უფლებები ირღვეოდა ან უკანონო გათავისუფლებულებს ვეხმარებოდით და ასე შემდეგ. ხომ აი მაგალითად ესეთ საქმეები ქონდა, როდესაც პენსიონერებს ვეხმარებოდით, რომ პენსია დაებრუნებინათ. ძალიან ბევრი საქმე ქონდა ესეთი და ეს ახლა ბოლო პერიოდის განმავლობაში რა თქმა უნდა გადავეწყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯარიმის საქმე, ან იგივე ადმინისტრაციული დაკავების საქმე შემოვიდა ჩვენთან და ამ საქმეებში ჩავერთეთ. და ეს ერთია რომ არის სამსახური, მაგრამ მე მგონია რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო გამჭვირვალობაში და ასევე ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებში ამას როგორც სამსახურს არ უყურებს, იცით, იმიტომ რომ ეს არ იწყება, მაგალითად არ იწყება 10 საათზე და არ თავდება 6-ზე, ხომ? ეს დაკავებები ხდება შუაღამეს და შემდეგ შუაღამით მირბიან ეს იურისტები და ეძებენ მათ შორის რეგიონებში დაკავებულებს. შემდეგ შედიან იზოლატორებში, შემდეგ მიყვებიან მათ სასამართლოს პროცესებში, შემდეგ სასამართლოს ოთახებში იყურებიან, თუ ვინმეს არ ყავს ადვოკატი, იმასაც ეხმარებიან, ხომ? ამიტომ ეს შემართება არ უკავშირდება რაღაცა პროექტს, ხომ? ეს არის ის, რასაც ის ადამიანები აკეთებენ კონკრეტული ადამიანებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ მგონია რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს ადამიანური რესურსი არის, რაც დაგვრჩა დღეს და რომელიც იქნება აქტიური, ხომ? და ამას ისინი გააკეთებენ მიუხედავად იმისა, აი მესად ვიქნები. იმიტომ რომ ეს კეთდება, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ეს მოგიწევით მათ მიერ მიღებული კანონებისადმი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა ხდება, იმიტომ
და იმის გამო, რაზეც დავიწყეთ საუბარი, ქვეყანა დადგეს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო გადატრიალების წინაშე იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და იცით თქვენ მმართველი პარტიის message box-ი, ქართული ოცნება არწმუნებს საზოგადოებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ოპოზიციური პარტიებიც და საზოგადოების ცალკეული ჯგუფებიც ხართ გარე ძალები, ძალების აგენტები, რომელთა მიზანია სწორედ ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალის დასვა. აი გულწრფელად, რამდენად არის უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საუბარი იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა შეიცვალოს? არა, ქართული ოცნების ხელისუფლების შეცვლა არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს არავისი საქმე არ არის გარდა ქართველი ხალხისა, ხო? ზუსტად იმიტომ ვითხოვთ ჩვენ სამართლიან არჩევნებს. სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს იმისთვის, რომ ქართულმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს. როდესაც საერთაშორისო არა, რა თქმა უნდა, ეხლა ეგ ამაზე ეს არც არავის არ აინტერესებს, ხო? ანუ თავარი არის ის, რომ აქ იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და სამართლიანი არჩევნების წესით თუ ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, შეიცვალოს ხელისუფლება. ამაზე არის საუბარი. მაგრამ რასაც აკეთებს ქართული ოცნება, არის ზუსტად ის, რომ მათ მიიტაცეს ეს ინსტიტუტები და არაძრევენ ქართულ ხალხს საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამაზე არის აქ საუბარი. ამიტომ რა ვიცი, მე მგონია, რომ ზუსტად ეს ამას ემსახურება ქართული ოცნების ეს პოლიტიკა, რომ ვერ ჩატარდეს აქ სამართლიანი არჩევნები და ვერავინ ვერ თქვას ამის შესახებ ვერაფერი, ხო? იმიტომ ერჩიან მედიას და არასამთავრობო სექტორს და განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ გარდა იმისა, რომ ისინი გააყალბებენ ამას და ყველა ინსტიტუტი მათ მოემსახურებათ, ამაზე არც არავინ არ ილაპარაკოს. აი ეს არის ზუსტად მიზანი. ამიტომ არის მნიშვნელობა, თუ კიდევ ერთი არგუმენტი, თუ მათ არ ეშინიათ, მაშინ აი ამ გინდაც აი ამ ადგილობრივ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიები რატო არ მოიწვიეს? რატო არ მოიწვიეს სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც შეაფასებდნენ მათ ხო არ ეშინიათ, ისინი ხო ამბობენ, რომ მათ აქვთ უზომო მხარდაჭერა ქართველი ხალხის. რატომ ხდება ეს? ან იგივე ინსტიტუტებს რატო არ ათავისუფლებენ, რატომ არ ყავთ დამოუკიდებელი ცესკო ან სასამართლო? თუ მათ ხალხი ხმას აძლევთ, რა აქვთ შესაშინებელი? რატო აკეთებენ ამ ყველაფერს, ხო? ანუ რაღაცისთვის სჭირდებათ. თორემ თუ რომ იყვნენ გამართულები თავის საქმიანობაში და რომ იცოდნენ, რომ მათ მართლაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, რატო შეეხებიან გარშემო ვინმეს, რატო დაიჭერენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ხომ? ეს არის ზუსტად რისი მათ ეშინიათ და ზუსტად ის პროპაგანდაც, რომელსაც ისინი ეწევიან თავის სამთავრობო მედიების დახმარებით. ეს არის ამის მიზანი, ხო? რომ ყველა გააშავონ, ყველაზე ტყუილები ილაპარაკონ, ხალხს არ კონდეს ნდობა არავის მიმართ აბსოლუტურად და მათ შორის ევროპელი პარტნიორები. არის თორემ მიზანი ქართული ოცნების დამხობა, რადგან ამ თემას შევეხეთ ამ კონტექსტში 4 ოქტომბრის დღესთან დაკავშირებითაც გითხავთ, იცით რომ არც მეტი და არც ნაკლები ქართული ოცნების შვიდობიანად დამხობა აქვს დაანონსებული ცალკეულ ოპოზიციურ პარტიას, კერძოდ ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ. აი ლევან ხაბეიშვილმა დღესაც თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ აქვს დარჩენილი სხვა გზა გარდა სრული კაპიტულაციისა. 4 ოქტომბერს ქართული ოცნების დასრულების გეგმაზე რას ფიქრობთ პერსონალურად თქვენ და თქვენი ორგანიზაცია ამ გეგმას ემიჯნებით თუ ექნება თქვენი მხარდაჭერა? არა, ჩვენ ეს არის პოლიტიკოსების მიერ დაანონსებული, ასე ვთქვათ, ღონისძიება და მართლა გითხრათ, არ ვიცი დეტალები გარდა იმისა, რომ 4-ში ხდება, აი, რაზეც საუბრობენ ეს ადამიანები, როგორც თქვენ ალბათ პრობლემები 4-ში იქნებით სად? არ ვიცი მართალი გითხრათ, მაგრამ საქართველოში რო ვიქნები, ნამდვილად ასე არის და ხო, არ ვიცი სად ვიქნები, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ყველაფერი არის ქართველი ხალხის ხელში. ყველაფერი არის ქართველი ხალხის ხელში. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სხვათა შორის ასევე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, გვინდა თუ არა ჩვენ უვიზო რეჟიმი.
იმიტომ რომ ეს არის ევროკავშირთან, იმიტომ რომ ეს არის გადაწყვეტილება ქართული ოცნების, რომ უვიზო რეჟიმი გაუქმდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის და რამდენად ამას შეურიგდება, რამდენად ხმამაღლა გამოთქვამს თავის მოსაზრებას ქართველი ხალხი, ყველაფერი ამაზეც არის დამოკიდებული. მართლაც ჩვენ ხელშია, ნამდვილად ასეა. ანუ არავინ არ თქვას, რომ თუ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება ერთ ან მეორე იდეას, ეს გამოვა. ხო, ანუ თუ აქვს მხარდაჭერა, მაშინ გამოვა. თუ არ აქვს მხარდაჭერა, ეს რა თქმა უნდა არ გამოვა. ეს არის ყველაფერი ჩვენს ხელში. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ამიტომ ძალიან ხშირად, როდესაც არის საუბარი, მაგალითად იგივე რაღაცა, ვიცი, დასავლეთი რას აკეთებს, მაგრამ ხო, აი ხა ძალიან ხშირად ჩვენ გაგვიგია კრიტიკა მათ შორის დასავლეთის მიმართაც, ხო? ჩემი პასუხი არის ყველაფერი, ყოველთვის ის, რომ ყველაფერი არის ჩვენს ხელში, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენ საბრძოლველს, სხვა ვერ იბრძოლებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის. აი ამ ყველაფერში რა შედის, ეს არის ზუსტად. ყველაფერი, ანუ ხმამაღლა არ უნდა შეურიგდეთ უსამართლობას. ეს არის მნიშვნელოვანი. არ შეურიგდეთ, გვერდში დაუდგეთ, ვინც იჩაგრება. არ დავაიგნოროთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ ერთი იჩაგრება მეორესთან მივა შემდეგ ეს ცოტა ხანში ეს უსამართლობა. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ. ვერავინ ვერ გაგვიკეთებს ამას. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის. და ბოლოს ქავტონე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მიმდინარე კვირა განაჩენების გამოცხადების კვირა გასული 2 დღის განმავლობაში აქციებზე დაკავებული არაერთი პირის საქმეებზე მოვისმინეთ მოსამართლეების გაწყვეტილება ერთი უდანაშაულოდ ცნობილი და 20-ზე მეტი დამნაშავედ გამოცხადებული მომიტინგი ასეთია 3 მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის, ნინო გალუსტაშვილის და ჯობენ აჭყებიას გაწყვეტილება, რომელმაც ნიკა კაციას გარდა ყველა პირს პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სისტემის ამდენ ტალღიანი რეფორმის შემდეგ როგორ და რატომ მივედით მოკლედ ამ მდგომარეობამდე, ეს მინდა გკითხოთ, როცა იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ვიცი, სასამართლოს გაწყვეტილებებს ფაქტობრივად აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს სრული უნდობლობა. ხო, ესეც ალბათ ჩვენს ხელში იყო თავის დროზე, მე მახსენდება, როდესაც 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ვიდექით ხოლმე სასამართლოს წინ, როდესაც მურუსიძე უვადოდ დანიშნეს და მაშინ მავიცი კი გავავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ იქ ვაპირებდით აქციის მოწყობას და ჩვენ კი მივედით ამ პლაკატებით, მაგრამ სულ 10 კაცი ვიყავით და ზუსტად ვიცოდით, რომ აი ეს გადაწყვეტილება იყო პრობლემური, იმიტომ რომ ამ კაცის დატოვება სასამართლო სისტემაში არ შეიძლებოდა. იგივე იყო მაგალითად, როდესაც დანიშნეს ჩინჩალაძე, რომელიც ასევე წინა ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ძალიან გავლენიანი მოსამართლე იყო და ხო, დღეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ძალიან ბევრს ეს შეეხო. მაგრამ ჩვენი მხრიდან ჩვენ ყოველთვის საუბრობდით ამაზე, რა თქმა უნდა ყოფილიყო უფრო მეტი რეაქცია თავის დროზე, მაგრამ ამას ჰქონდა ასევე საფუძველი, იმიტომ რომ მაშინ ეს ასე მასიურად ხალხს არ ეხებოდა. თუმცა ისინი არ შეცვლილან, ასეთები იყვნენ ყოველთვის. წინა ხელისუფლების დროსაც ასეთები იყვნენ და ეხლაც ასეთები არიან, არ შეცვლილან. ეხლა კიდევ უფრო ყველაფერთან კიდევ კორუფციაში ჩართულები არიან. გამდიდრებულები არიან, უკვე თავის ქონებასაც იცავენ ყველაფერთან ერთად, თავისი თანაშემწეები და ნაცნობები ყავთ დანიშნული და დაწინაურებული სასამართლო სისტემაში, ხომ? ანუ ფაქტიურად კლანური მმართველობა, ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით. მაგრამ მე მგონია რომ მოვა დრო ამ ქვეყანაში, როდესაც ყველა მოსამართლეს აი ამ ტკივილისთვის, რასაც ისინი ანიჭებენ და იმ აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც ისინი იღებენ, მათ პასუხი მოეთხოვებათ და მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები, როგორც სიმბოლოები იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს მოსამართლე და როგორ და ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ აი ესეთი სიტუაცია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ესეთი სიტუაცია არასოდეს გქონდეს მეტი სასამართლო სისტემაში. მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. ეკა გიგაური იყო დღეისთვის ჩვენი ბოლო სტუმარი, შესაბამისად თავისუფალი სტუდია დღეს ამით დასრულებულია. ერთმანეთს ამ სტუდიაში უკვე მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. მშვიდობიან ხამის გისურვებთ.